მოგესალმებით. კონსერვატიული პლატფორმა ჯორჯია ფორსი გთავაზობთ გადაცემას მილენიალს. მე კი მისი წამყვანი ნუკრიშო შეშვილი გახლავართ. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ისეთ საკითხზე, როგორიც არის ახალი მსოფლიო წესრიგი და ახალი რეალობა, რომელიც დადგა უკვე პრინციპში ირანის კონფლიქტის შემდეგ, თუმცა ბევრი საუბრობს, რომ ირანის კონფლიქტი ჯერ კიდევ გრძელდება და ჩვენ ვიხილეთ ძალიან ბევრი რამ, როგორც გეოპოლიტიკურ თვალსაზრისით, ისე სუფთა ტექნოლოგიურ თვალსაზრისით. იქვე არის მასკის გრანდიოზული პროექტები, ერთ-ერთი პირველი ტრილიონერი გახდა მასკი, თუმცა მერე დაკარგა 200 მილიონი, მაგრამ აი ეს მნიშვნელოვანი პროექტები უკვე განახორციელა და ბევრი საუბრობს, რომ ახალ ტექნოლოგიურ ერაში გადავდივართ. რაც პრინციპში ნიშნავს იმას, რომ ახალი ეპოქა დგება და ახალი გამოწვევები არის. არა ის, რაც იყო, არამედ სულ ახალი. ამას ემატება ასევე ეკოლოგიური პრობლემები, ევროპაში საშინელი სიცხეები არის გარკვეულწილად პრობლემები საჰარაში, ბევრი საუბრობს იმაზე, რომ გვალვების პერიოდი იწყება და სავარაუდოდ ბევრი ეკონომიკის ექსპერტი ვარაუდობს, რომ გაძვირდება ახლო მომავალში სურსათის ფასები და მოკლედ იცვლება, ბევრი რაღაცა იცვლება ერთდროულად. სწორედ ამაზე სასაუბრად მოვიწვიეთ საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი, პლატფორმაც აქვს და პოდკასტიც აქვს თავისი, გიორგი გვიმრაძე. მადლობა რომ მოხვედი. მადლობა რომ დამიძახით. ჩვენი მეგობარი. სხვათა შორის სანამდე დავიწყებდი, მინდოდა მეთქვა, რომ ესე იგი არაკეთილ მოსურვეებმა შექმნეს რაღაცა ეგეთი პლატფორმა არის, ხომ არის ესე იგი მაუწყებელი და არის კიდე მაყურებელი სპეციალურად და გვითვლიან მოკლედ რამდენჯერ არის გიორგი ჩვენთან სტუმრად და რამდენჯერ ვარ საზოგადოებრივ მაუწყებელზე სტუმრად და რაღაცა ეს კორუფციული სქემები არისო გინდა თუ არაო და რაღაცა რას გვერდჩიან ფსევდონეპოტიზმი ანუ რა გონიათ რომ რა უნდა იყოს რომ ესე იგი არასდროს არ უნდა მოგვიწვიოთ თუ რა ანუ მხოლოდ რას ნიშნავს ეს ნუ არა მათი მიზანი კი არა და უბრალოდ მათი სურვილი არის რომ ჩვენ საერთოდ ვლაპარაკობდეთ და ეგენ ლაპარაკობდნენ იმ პლატფორმებზე სადაც შეიძლება ახლა ჩვენ ვსაუბრობდეთ ხო ანუ არა მაინდა-მაინც ამ გადაცემებში რაც ჩვენი სახელწოდებით მაგრამ აი YouTube-ის არხზე მაგალითად საზოგადოებრივ მაუწყებელზე და ასე შემდეგ ანუ იმ მედია პლატფორმებზე რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ იმ პლატფორმებზე ისინი რო საუბრობდნენ და ჩვენ არ ვსაუბრობდეთ ეგ არის ნუ საზოგადოებრივ მაუწყებლის მონოპოლიზაცია უნდათ არა მხოლოდ ხო ზოგადად საჯარო სივრცის მონოპოლიზაცია უნდათ, იმიტომ რომ რაღაც გარკვეული დროით ალბათ გახსოვს რომ ქონდათ კიდეც ეს რა ქვია მონოპოლია მათ, როდესაც საჯარო სივრცეში რეალურად ქონდათ დამყარებული რაღაცა ტიპის ჰეგემონია აზრის, რომ რა აზრები უნდა ტრიალებდეს საჯარო სივრცეში, რა ტიპის თქვათ იდეებზე შეიძლება საჯაროდ საუბარი და რაზე არ შეიძლება, სად შეიძლება დაგიძახონ და სად შეიძლება არ დაგიძახონ და შესაბამისად ამას აღწევდნენ კიდევაც ხო უნივერსიტეტებში, მედიაში, თქვათ სხვადასხვა საკომუნიკაციო არხებზე მაგალითად ქონდათ ეს მთელი ეგრეთ წოდებული აზრის პოლიცია, რომელიც აკონტროლებდა სოციალურ მედიასაც, ვინ რას დაწერდა, როგორ დაწერდა და შემდეგ ამის დარეპორტება და ასე შემდეგ და დაბლოკვა და ამბები. ამიტომ ეს რა თქმა უნდა, ეს რომ აღარ აქვთ ახლა ამ წუთას ამის შესაძლებლობა რო არ არსებობს, რა თქმა უნდა, მათთვის ეს დისკომფორტს იწვევს, რბილად რო ვთქვათ დისკომფორტს, თორე ისე რა თქმა უნდა, ეს მათი ძალაუფლების დაკარგვის, ესე ვთქვათ, ის რატომ თქვენ ახლა არის? კი, მესმის რომ შეიძლება რაღაც მხრივ გარკვეულწილად განსხვავებული მოსაზრებები გაქვთ, მაგრამ არა ესეთი სასიკვდილო მოსაზრებები გაქვთ, რომ ეხლა რაღაცა მოუწოდებდეთ, რომ აი ეს ჯგუფი არ უნდა არსებობდეს და რაღაც. ანუ სულ ვიცი რაზე ვფიქრობ, რაღაც ესეთ კონფიგურაციაში შესაძლებელია თუ არა თანაარსებობა. და ამ თანაარსებობაზე ძალიან ხშირად ვფიქრობ და ნუ უფრო მეტად ვფიქრობ, რომ არ შეუძლებელია ხოლმე. ეხლა რაც უფრო დრო გადის. მაგრამ მაინც ნორმალურ პირობებში წესით საინტერესო ცხოვრება ნიშნავს იმას, როდესაც სხვადასხვა იდეოლოგიის ან აზრის მქონე ადამიანებს აქვთ საშუალება საჯარო სივრცეში იყვნენ და პოლემიკა ჩდება, ხო? და როდესაც აქრობ ესეთ პოლემიკას, როდესაც აღარ გინდა ესეთი პოლემიკა, ანუ რა გრჩება, კი, მონოპოლია გრჩება, მაგრამ უინტერესო არა, მოკლედ ინტელექტუალური ადამიანისთვის ძალიან უინტერესოა ეგრე ცხოვრება. ინტელექტუალური ადამიანისთვის. ინტელექტუალური ადამიანისთვის, ხო?
ვიცი რა არის თამაშის თეორიიდანაც თუ გამოვედით რა ინტელექტუალური ადამიანისთვის კი თამაშის თეორიიდანაც რომ თამაში მოწინააღმდეგეების გარეშე არის უინტერესო ყველა ვარიანტში კი მაგრამ ნახე როგორ რაღაცა არის რომ რა თქმა უნდა თანაარსებობა იმ იდეასთან იმ აზრთან რომელსაც ისინი ავითარებენ შეუძლებელია იმიტომ რომ ის იდეა ხშირ შემთხვევაში და ის აზრი გამორიცხავს სხვებს გამორიცხავს სხვასთან ურთიერთობას და ამასთან თანაარსებობა შეუძლებელია მაგრამ რა თქმა უნდა ხლა იმ ადამიანებსთან მომავალში ჩემი აზრით ჩვენ მოგვიწევს მაინც თანაარსებობა ოღონდ ცუდი გაგებით მოგვიწევს არ ვამბობ მე ვამბობ იმას რომ მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ რომ მათი მოლოდინები ასე ვთქვათ და მათი განწყობები ფრუსტრაციას განიცდის გარკვეულ მოცემულობაში და გარკვეული დროის შემდეგ და შესაბამისად მათ მოუწევთ შეგუება იმ მოცემულობასთან რომელიც დადგება ამ ფრუსტრაციის შემდეგ და შესაბამისად ჩვენც გვექნება რაღაც გარკვეული პასუხისგებლობა რაღაც დიდ ნაწილთან ადამიანებისა განსაკუთრებით იმ ახალგაზრდებთან რომლებსაც ახლა რაღაცა თავისი წარმოდგენები აქვს და დარჩება ჩვენი საზოგადოების წევრად. შეიძლება ვიღაცამ თქვას რომ არ მინდა თქვენი საზოგადოების წევრად დარჩენა და უნდა წავიდე აქედან და წავიდეს და კი ბატონო იქნებიან ალბათ ეგეთებიც მაგრამ ვინც დარჩება ჩვენს სივრცეში ჩვენს გარემოში და ასე შემდეგ ცხადია იმ ადამიანებს ვინც არ ვეთანხმებით ახლა მათ აზრებს მოგვიწევს მათზე ზრუნვა და მათი თქვათ ეგრეთ წოდებული რეინტეგრაცია სოციუმში იმ სოციუმში რომელიც ჩვენ რაღაცნაირად მაინც უნდა ავაშენოთ ხო იმიტომ რომ ჩვენ რომ მათ იდეას ვეთანხმებოდეთ რომ აი აბსოლუტური ინდივიდუალიზმის იდეას ხო მაშინ არ ვიზრუნებდით არაფერზე ხო ანუ ჩემთვის ვარ სახში ჩავიკეტები და ეს ერთ არ გნახავ და დამთავრდება ამით ყველაფერი მაგრამ იქიდან გამომდინარე რომ ჩვენ მაინც საუბრობთ რაღაცა განვითარებაზე, რომელიც გულისხმობს რაღაც კომუნას, რაღაცა სოციუმს, რომელსაც ერთმანეთთან კომუნიკაცია უნდა ქონდეს და რაღაცა ფუნდამენტურ საკითხებზე შეთანხმებით უნდა არსებობდეს, რაღაცა შეთანხმების სივრცეში უნდა არსებობდეს. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ისინი თუ ამ სოციუმის ნაწილად გადაწყვეტენ რომ უნდა დარჩნენ, მაინც ჩვენთან ერთად უნდა იცხოვრონ და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში ჩვენ რა თქმა უნდა არა უბრალოდ მოგვიწევს თანაცვალებად რაღაც ქმედითი გზები უნდა გამოვდნახოთ იმისთვის როგორ შევდგეთ ერთიან სოციუმად. როგორი პლატფორმა უნდა იყოს შენი აზრით? ანუ რა უნდა იყოს ის რომ აი ხა არის დებატები. ცოტა შორის მომწონს იმის მიუხედავად რომ უფრო მეც მოველოდი სიმართლე გითხრა, მაგრამ მაინც ლაპარაკს გადაჩეული საზოგადოება ვართ საბოლოო ჯამში. აწლეულებია დებატები არა ყოფილა და რაღაცა სამხრივი ლანძღვა იყო და ბაბლებში ჩაკეტილი საზოგადოება იყო. მაგრამ აი რაღაცა ესე იგი პრინციპში ახლა სახელი გვარები დაახლოებით ვიცი ვინც აი ამ პეიჯების ადმინები არიან. დაახლოებით ხვდები ვინ შეიძლება იყოს. ისე რა ფიქრობ რომ რაღაც პლატფორმა რო იყოს თავისუფლად შეიძლება მათთან ლაპარაკი. ლაპარაკი რა გაგებით, იცი რომ რაღაც არის ობიექტური ფაქტები, ხო? აი შენ რო ეს გინდა, ესე ვერ მოხდება, იმიტომ რომ რაღაცა მიზეზების გამო, რომელიც არის ჩვენ ძალებს აღემატებეს, გეოპოლიტიკური მიზეზები. ხო, მაგრამ ნახე როგორ რაღაცა არის რაღაცა თვალსაზრისით ამ წუთას მათთან საუბარი არის შეუძლებელი. იმიტომ არის შეუძლებელი, რომ აი ეს რასაც ახლა შენ ამბობ, აი თქვა ეგრეთ წოდებული საღაზრს რო ეძახიან, ხო? common sense-ი, ანუ ეს სახი აზრი კატეგორიულ წინააღმდეგობაში მოდის მათ იდეოლოგიურ რწმენასთან. ძალიან ბევრის. ეხლა ვიღაცას არ წამს და უბრალოდ მორგებულია ამ მოცემულობას და ასე შემდეგ და რა თქმა უნდა, მაგრამ არის რაღაცა ნაწილი, რომელსაც წამს აი იმ იდეოლოგიურ ნარატივის, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში ყალიბდებოდა, ამის წამს. ისმის, ანუ სამყაროს ამ წუთას ხედავს აი ამ ფერებში რა, თეთრისა და შავის ფერებში, ბოროტისა და კეთილის დაპირისპირებაში საბოლოო ჯამში მოელის რომ აი ეს მისი წარმოდგენით კეთილი რა თქმა უნდა გაიმარჯვებს და ასე შემდეგ არ აქვს მნიშვნელობა რა წარმატება შეიძლება ახლა კონდეს მისთვის ბოროტს და ასე აი ეს ამ კატეგორიებში როცა უყურებს ელის რომ საბოლოო ჯამში ის კეთილი გაიმარჯვებს მე ვფიქრობ რომ მათთან საუბრისთვის ჩვენ უნდა ვემზადებოდეთ მას შემდეგ რაც ეს ნარატივი თავისთავად გამოიწვევს ფრუსტრაციას რა ანუ არა კეთილის დამარცხებას მე მათ ტერმინებში არ გადავალ არავითარ შემთხვევაში არამედ ამ ტერმინების გაქრობას ანუ
რეალობა დადგება, ესეთი ზუსტ აი ცივი აბსოლუტური რეალობა დადგება, რომ კეთილი და ბოროტი კი არა, ყველა რაღაცნაირად ინტერესების სფეროა. ხო, ინტერესების სფეროა და ასე შემდეგ და იმანიქით აი ესე ცივად დალაგდება ყველაფერი და საბოლოო ჯამში ხა ვიღაცა მართლა შეიძლება ძალიან სერიოზულ დეპრესიაში და ფრუსტრაციაში ჩავარდეს და საერთოდ უკონტაქტო გახდეს და ასე შემდეგ, არ არის გამორიცხული ესეთი რამეები და ვიღაცამ შეიძლება მართლა მოახერხოს რომ მოდი აბა მაშინ როგორ ცხოვრობთ, ხო? და ეხლა რაც ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მე ყველაზე მეტად ყველაზე მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რისი გაკეთებაც ახლა საჭირო აი ამ პლატფორმაზე, მათ შორის დებატების ფორმატში იქნება ეს თუ დისკუსიების ფორმატში, კონფერენციების ფორმატში არის ის, რომ საკმაოდ დიდი ნაწილი ვართ საზოგადოების, რომელიც არ ვართ იქით მხარეს. აქეთ ვართ რა, რაღაცა თქვა, საკმაოდ დიდი ნაწილი ვართ. და ამ საკმაოდ დიდ ნაწილში უამრავი მოსაზრება არსებობს ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით. ჭრელია ძალიან. ხო, ძალიან ჭრელი. ეს არ არის, ეს არ არის მხოლოდ ეს დაპირისპირება ჩვენსა და ვიღაც იმ ჯგუფს შორის, რომელიც კეთილისა და ბოროტის ტერმინებში აზროვნებს რა. ეს არ არის მთავარი დაპირისპირება, გესმის? ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის ეს არ არის მთავარი დაპირისპირება. ეს ამ წუთას ჩემი აზრით ამას თავი უნდა დავანებოთ და ჩვენ აქეთ დანარჩენ მხარეს ვინც ვართ და განსხვავებული მოსაზრებები გვაქვს ჩვენი ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით, როგორ ხედავთ რას. ამაზე უნდა დავიწყოთ მსჯელობა. გესმის? ერთმანეთთან დავიწყოთ ამაზე საუბარი. ამ ჯგუფში იმათ რო არ ვეთანხმებით ეს ოკეია, მაგრამ ჩვენ ხო გარდა იმისა, რომ მათ არ ვეთანხმებით, გარდა იმისა, რომ ეს გვაერთიანებს, რომ არ ვეთანხმებით რაღაც აი ამ კარდინალურ, რადიკალურ გადაწყვეტილებებს, ამის აქეთ ძალიან ბევრი რამეში ჩვენ შეიძლება ერთმანეთში არ ვთანხმდებოდეთ, ხო? და უამრავი პრობლემაა ამ დარჩენილ საზოგადოებაში, უამრავი პრობლემაა, რომელი პრობლემა ზედაპირზე ამოტანას და ყურადღებას და გადაჭრას მოითხოვს. ხო, აქ ადამიანები ცხოვრობენ, ამ ნაწილში ცხოვრობენ ადამიანები, თავის უამრავი პრობლემით, თავის უამრავი გამოწვევით, საჭიროებით და ეს საჭიროებები, უკაცრავად ამ ტაუტოლოგიისთვის, ეს საჭიროებები საჭიროებს გადაწყვეტებს. ეს გადაწყვეტები უნდა მოუძებნოთ. ისმის სხვადასხვა ხერხები, გზები და ასე შემდეგ უნდა გამოუძებნოთ. თუ კი მოდი ესე ვთქვათ, გარკვეულწილად აი პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ძირითადი ნარატივი რაც არის. მე არ ვიტყვი ეს ნარატივი ტყუილია, მაგრამ ძირითადი ნარატივი აგებულია იმაზე, რომ მოდი ახლა ეს რაღაც საკითხები გადავდოთ, არის მთავარი საკითხები, გამოწვევები, ომში ჩართვა, არ ჩართვა, თუ საკითხი, ის გეოპოლიტიკური საკითხები ერთ-ერთი აქტუალური გახდა და პრინციპში ესაც უნდა ითქვას, რომ არ დარჩა თითქოს აი ეს სივრცე, რაზეც ერთუცესას შენ რაზეც გინდა შენ ლაპარაკი მოკლედ რა. მაგალითისთვის ვამბობ, ეკონომიკა ობიექტურად იზრდება. იზრდება, აი ციფრები რო აიღო, იზრდება. მაგრამ მისი სოციალური მხარეა, გაზრდილი ეკონომიკის სოციალური მხარე, ხო? საერთოდ არ იგრძნობა, მეტი შეიძლება აი ფასები რო აიღო, ყოფით დონეზე ვამბობ. მე არ წუწუნებ შემოსავლებზე, მაგრამ უბრალოდ ჩემ დონეზე ვამბობ, რომ ცხოვრება უფრო გამიძვირდა, ვიდრე ეს იყო აქამდე. კი ბატონო. წარმოვიდგენია ხა ვიც პენსიონერია და ვისაც ნაკლები შემოსავალი აქვს, ის რა დღეში. ეს სივრცე, აქ ამაზე ლაპარაკის, ხშირ შემთხვევაში რა შეიძლება გავაკრიტიკო, მაგალითად ხელისუფლება, ხო? იწყებს აი მაგ რაღაცა ეკონომიურ პარამეტრებით ლაპარაკს. რეალური სოციალური ცხოვრება რჩება ამ დისკურსის მიღმა. დაკვირვებული ხარ რაღაცა. ამ დროს ყველაზე მეტად ჩემი აზრით ეს უნდა გააქტიუროს რაღაც ცოტა მემარცხენე ჯგუფებმა. ჩვენ ნახეთ ის მემარცხენე ჯგუფების ლაპარაკი, რომლებიც რაღაცა ცოტა ისტერიულები არიან ხშირ შემთხვევაში და აბსოლუტურად სხვა თემებზე ორიენტირებული, აი მაგალითად ევროკავშირთან ურთიერთობაზე არიან ორიენტირებული და სხვადასხვა ეს საკითხებზე. ისე გამოდის, რომ იმან ვინც უნდა გარკვეულწილად ილაპარაკოს ამაზე, ის ნაკლებად ლაპარაკობს ამაზე. და გამოდის, რომ ეს პოლიტიკური დისკუსიის ნაწილი არ არის. მემარცხენე როდესაც მელაპარაკება ევროკავშირზე, რა, ესე იგი გამოდის, რომ მემარცხენეს რომლისთვისაც წესით უნდა იყოს სოციალური საკითხი პირველად, ხო? იმისთვის არა ეს პირველადი საკითხი. შესაბამისად არა აქვს სოციალური საკითხი პრობლემური. ესა რაღაცა манипуляციური. მე ახლა ვცდილობ რომ ხელისუფლების პოზიციიდან დავინახო ეს რეალობა რა.
ეს ამ შემთხვევაში ესე იგი გამოდის რომ არანაირი სოციალური პრობლემა არ არის. აგერ ციფრებს ხედავთ და ციფრებშიც არის რომ ეს მოიმატა იმის ხარჯზე, გადამხდელების ხარჯზე მოიმატა. ესე იგი გადამხდელებმა დაიწყეს უფრო მეტის დახარჯვა. ესე აზროვნების ის მხარე. აი ამ დისკურსულ ჩიხს როგორ ხედა, როგორ შეიძლება აი სწორედ მაგას ვამბობ რა, ნახე აი ეს მემარცხენეები რომელიც ჩვენ ახსენე არის ესე იგი ერთის ანუ ამ სიტყვებს ახლა რასაც ვიტყვი ამ სიტყვების ავტორის გვარი დამავიწყდა, ამიტომ მეორე ვიზეც თქვა იმის გვარსაც არ ვიტყვი. ორივე ცნობილი ესე ერთ ანუ ადრესატი ბევრად უფრო ცნობილი მემარცხენეა სოფლიოში რა. და აი მე იმ პირველმა რომლის სამწუხაროდ გვარიც დამავიწყდა თქვა ესეთი რამე ამაზე რომ ეგ არისო კაპიტალიზმის მასხარაო. რეალურად როგორი რამეა იცი მართლაც და აი ეს თანამედროვე მემარცხენეობა რომელიც ევროპული მემარცხენეობა ახლა რო ვთქვა და კიდაც ამერიკული მემარცხენეობა დღეს რასაც ამერიკული ეგრეთ წოდებული მემარცხენეობა ქვია ხო და ის რაც საბოლოო ჯამში მე ჩვენთან იმის ანალოგად ითარგმნა ხო რაღაცა ჯგუფები და ასე შემდეგ ეს ყველაფერი მართლაც არიან კაპიტალიზმის მსახურებაში რეალურად დიდი კორპორაციების ინტერესების გამტარებლები არიან. ამ ინტერესების დამცველებელი. თვითონ ევროკავშირი იქცა დიდი კორპორაციების ინტერესების გამტარებლად, ჩამოყალიბდა იდეაში არის მოსაზრება და დიდწილად ვეთანხმები რომ ევროკავშირი სულ იყო ასეთი, უბრალოდ ეს ჩვენ დავიწყეთ ახლა ამაზე ფიქრი, მსჯელობა, მოძიება, ამ ინფორმაციების პროგრამა ჩახედვა და ასე შემდეგ, თორე ისედაც ამ ინტერესით შეიქმნა თავიდანვე, რომ აი ამ დიდი კორპორაციების იმ ნახშირისა და რკინმეტალურგიისა და შემდეგ უკვე რაღაცა ვთქვათ, აი ამ კომპანიების ვაჭრობის, ასე ვთქვათ, თავისუფალი ვაჭრობის ევროპის ტერიტორიაზე, ფულ კაპიტალის თავისუფალი გადაადგილების ინტერესებიდან გამომდინარე იქნებოდა ის და არა იმიტომ რომ ადამიანებს კარგად ეცხოვრათ, ხო? ანუ რეალურად პროკაპიტალის ინტერესებიდან გამომდინარე შეიქმნა. შესაბამისად ის არის აი ამ დიდი კორპორაციების ინტერესების გამტარებელი და მათი დაფინანსებული ეგრეთ წოდებული მემარცხენე ჯგუფები, რა თქმა უნდა, ამ ინტერესს ემსახურებიან. ამიტომ მათ შეუძლებელია რომ ილაპარაკონ იმაზე, რასაც შენ ამბობ. მე მილაპარაკი ერთ-ერთი მათგანისთვის დებატებიც ჰქონდა, სხვა რაღაც პოდკასტი ჰქონდა. და იმან მითხრა ეგ ძალიან მარტივი რაღაცა რომ ჯო აი ყველანაირი მოძრაობა სჭირდება ფინანსები. აქ აქ შენი ბიზნესი არავის არ აფინანსებს. ბიზნესის მიერ დაფინანსებული მემარცხენეობა საერთოდ რა? არ აფინანსებს. არ აყავს ძლიერი პროკავშირები. პროკავშირები არავის არ აფინანსებს. და ან რაღაცა ისეთი პროკავშირები. და რატო არ აქვს? არა გაქვს საზოგადოებრივი რაღაცა მოძრაობები, რომლებიც დამოუკიდებელი ფინანსური კაპიტალს. ანუ გერმანიაში ცოტა სხვანაირი მოდელია, ესეც უნდა ითქვას, რომ იქ არსებობს რაღაცა პარტიებს გააჩნიათ საკუთარი ეკონომიკური რაღაც მხარე და ისე თვითონ მე ეს ქმნიან NGO-ებს და ისინი აფინანსებენ. შენ ეს ყველაფერი არ აქვს. და იმასაც კი მიგრძალავო რომ გარედან მოვიძიო ესაო რა არც შენ მაძლევო და რანაირი პოლიტიკური ცხოვრება წამოიწყო ეს შეკითხვას სხვადასხვა ლეგიტიმურად მივიჩნია უყურე ნახე როგორ რაღაცა კი შეიძლება ვილაპარაკოთ იმაზე რომ დაფინანსება არ არის მაგრამ დაფინანსება არ არის არამხოლოდ მემარცხენეებისთვის არავისთვის არ არის დაფინანსება მასე თუ გავყვებით არც ერთი პოლიტიკური ჯგუფისთვის არც ერთი პოლიტიკური იდეისთვის ქვეყანაში დაფინანსება არ არსებობს თავისუფალი ფული რომელიც პოლიტიკას დააფინანსებს არ არსებობს ეს გავიგეთ აქ თემა რა არის აქ არის ამბავი აქ ესეთი თემა არის შენ იმის ნაცვლად რომ პირობითად ასეთი პროცესი აი მაგალითად თუნდაც საწევროებზე დაფუძნებული პროცესის გენერირება მოგეხდინა ქვეყნის შიგნით. პოპულარული გაგეხადა ადამიანების პრობლემატიკა, ხო? ანუ ადამიანებს რაც აწუხებს ის პრობლემა და გამხდარიყავი პოპულარული მათი ინტერესების გამტარებელი და ადვოკატი გამხდარიყავი სახელმწიფოსთან. ამაზე ზრუნვა შენ დაიწყე ეგრეთ წოდებული ევროკავშირის მიერ ნაწარმოები იმესე ვთქვათ, დღის წესრიგის რეტრანსლირება ქვეყანაში. აი ეს გააკეთე, ანუ შენ პირიქით წახვედი ადამიანების ინტერესების წინააღმდეგ წახვედი. აი ეს მემარცხენეები, რომლებიც თავის თავს ვითომ მემარცხენეებს უწოდებენ, ხო? რა ტიპის პრობლემებზე საუბრობდნენ ძირითად ნაწილში? ანუ ისინი ძირითადად საუბრობდნენ ამ რაღაც ეგრეთ წოდებული ადამიანის უფლებებზე, ძირითადად თან ნეგატიური უფლებების დაცვაზე,
ეს იყო ძირითადი მათი ამოცანები, დემოკრატიის საკითხებზე საუბრობდნენ, რაღაც სასამართლოს რაღაც საკითხებზე საუბრობდნენ და ასე შემდეგ და არა იმაზე, რომ ვიღაცას პენსია არ ყოფნის, ვიღაცას არ ყოფნის შემოსავალი, ვიღაცა ვერ ყიდულობს საჭმელს, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ ის ვიღაცა ვერ საქმდება წესიერად, ვიღაცა განათლებას ვერ იღებს წესიერად, ვიღაცა ჯანდაცვას ვერ იღებს წესიერად. ამ პრობლემებზე კი არ საუბრობდნენ, რის გამოც ხალხს შეიძლება ისინი მოსწონებოდათ და ყოფილიყო რაღაცა შიდა ორგანიზებული დიდი არა, მაგრამ რაღაცა ტიპის დონაციები, რაღაცა ტიპის შემოწირულობები ორგანიზაციაში და ასე შემდეგ, რაც პირობითად იმიტომ რომ ადამიანები დაინახავდნენ, რომ ჩემს ინტერესებს მარტო ესენი იცავენ. ანუ ეს არ გაუკეთებიათ. მათი არჩევანი იყო თავიდანვე, ანუ უყურე რომ რაღაცა როდის შეიზღუდა მათი დაფინანსება. 2 წელია, ხო ასეა? და მანამდე ხო არ იყო შეზღუდული და რას აკეთებდნენ მანამდე? ანუ მანამდე დღიდან დაფუძნები და მათი დაფინანსება არ იყო შეზღუდული. ისინი აბსოლუტურად თავისუფლად იღებდნენ ძალიან დიდ დაფინანსებას თან, ძალიან დიდ დაფინანსებას, ძალიან დიდი ნაწილი მათი და რას აკეთებდა ამ დაფინანსებით. ანუ რამე ერთი სიტყვით გადაუხვევიათ იმ ნარატივისგან, რომელიც იქიდან მოდიოდა? რა ვიცი, თუ იზიარებენ მაგ რომ ევროკავშირში უნდა იყოს საქართველოს ხო და მაშინ ან მაგ იდეას თუ იზიარებ რატომ არ უნდა კონდეს აი ეგ ლოგიკაც არის რა თუ ვამბობ რომ მე ვარ ევროპელი სოციალისტი ნახე ევროპელი სოციალისტი ვარ რა აი ამ ლოგიკით უყურე საკუთარ თავს უყურე რომ არსებობს ევროპული სახელმწიფო რომელიმე ისეთი როგორ წარმატებული ხარ შეიძლება ბულგარეთში და სადღაც შეიძლება არსებობს ეს ფენომენი მაგრამ რომელიმე წარმატებული სახელმწიფო მაგალითად საფრანგეთი რომელშიც პოლიტიკურ პროცესს დააფინანსებს გერმანია. აი ეგეთი რამე წარმოდგენა შესაძლებელია? ნაკლებად. ხო. ანუ და აბა აქ რატომ უნდა არსებობდეს ეგეთი რამე, რომ შენ აქ პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობდე. ანუ იმიტომ რომ ეხა ეს NGO ვარ და სამოქალაქო საზოგადოებას ვაშენებ და რაღაცეები, ეგ არის გრამაფონში მართლა ძველად რომ ამბობდნენ ხოლმე, იმიტომ რომ ხო გვესმის უყელოს რომ პოლიტიკაში მონაწილეობ, ხო? ჩემზე მეტად აი მე რო ვარ სადღაც, მე მოქალაქე რომ არაუბრალოდ მოქალაქე თან, აი საზოგადოებრივ მოუწყებლის თანამშრომელი ვარ და ასე შემდეგ, ხო? ჩემზე მეტად ხო მონაწილეობდი პოლიტიკაში ყოველთვის. ყველა ღონისძიებაზე შენ გეძახდნენ. პარლამენტში კანონი ისი არ მიიღებოდა NGO-ების დასტური თუ არ ქონდა ამას ყველაფერს. ხო ასეა, ხარ ამას სხვა რომ ანუ პროცესი ხო ჩემზე მეტი ძალაუფლება ხო ქონდა ყოველთვის. ანუ ჩემზე მეტად იყო და ჩემი დაფინანსება ხო არ შეიძლება გარედან. ხო, ნუ ხო, შენ გააქვს დაფინანსება შეგიძლია. არა, მე გავიგე, მაგრამ ჩემი დაფინანსება გარედან ხო არ შეიძლება. შენ როდესმე მოთხოვე სახელმწიფოს, აი ოდესმე, აი ამდენმა NGO-მ, ოდესმე მოთხოვა სახელმწიფოს, რომ შეექმნა ეგრეთ წოდებული დამოუკიდებელი ფონდი, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებას დააფინანსებდა შიგნით. ეგ ეხლა გაჩნდა რაღაცა იდეა და ეგ შეჩერდა. არა, მაგას ხო და მაგას დავიდავანებ, ეგ ისევ სახელმწიფომ დაიწყო მაგაზე ლაპარაკი, რომ უნდა გავაკეთოთ ასე შემდეგ. აი ამდენი ხანი, რო იყავი, ამას რო აკეთებდი, რამეზე ქონდა ურთიერთობა იმაზე, რომ მოდი ფული გავაჩინოთ, რომ აქ ჩვენი NGO-ები ანუ ჩვენს ინტერესებს ემსახურებთ. მაგალითად გავაკეთოთ ესეთი ფონდი, რომელიც ბიზნესის რაღაცა აი იმ ნაწილს მაგალითად გაუთავისუფლებს რაღაცა გადასახადებისგან რაღაც პროპორციული იქნება გადასახადები მიმართ რომელშიც მიმართავს ამ ფონდში და ეს ფონდი დააფინანსებს მაგალითად ეკონომიკურ კვლევებს დააფინანსებს მაგალითად პოლიტიკურ კვლევებს როგორი უნდა იყოს სოციუმის განვითარების კვლევებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ანუ პრობლემების მოკვლევის კვლევებს და ასე აი ესეთი ფონდი გავაკეთოთ პირობითად ხო ამ ქვეყანაზე შეგტკიოდა ვითომ გული ხო ევროპული საზოგადოების შენება გინდოდა და ასე შემდეგ და ევროპულ საზოგადოებაში გარედან არ ფინანსდება ესეთი პროცესი. შიგნით ფინანსდება, ხო? ნუ გეტყოდი შენ ღარიბი სახელმწიფო ხარ და ეხლა რა ქნა. ეხლა ეგრეც დაუსრულებლად შეგვიძლია ვილაპარაკოთ იმებზე, რა ქვია, პასუხებზე. მესმის შენ ის რაზეც საუბრობ. არა, ნუ ეგეთი ლოგიკაც სვენია ეხლა მე არ ვიზიარებ ეხლა, მაგრამ იმდენ კი არ გეკამათები. არა მესმის ხო. ზეგვარ. რო ვთქვით რომ ჩვენ ერთმანეთში უნდა ვიკამათოთ. ესე გამოვიდა. ანუ ლოგიკა არის ესეთი, ნახე, შენი კაპიტალიზმი, შენი ეს ეკონომიკური ელიტა, პოლიტიკური ელიტა იმდენად ნეოლიბერალურია, დეგრადირებულია მემარცხენე პოზიციებიდან, და რომ შრომის კოდექსის კი ევროკავშირმა მიგაღებინა. და როდის გაილაშქრე შენ ამის წინა? აი ამ ველური კაპიტალიზმის წინააღმდეგ როდის გაილაშქრე?
ნუ ახლა ერთი-ორი იყო ხა იმით მაგალითად რაღაცა ის აქციები იყო ხო? არა, უკაცრავად. პერფორმანს აქციები რაღაცა აქციები შეიძლება იყო მშრომელების აქციები, მუდმივად გამართული, მაგალითად იგივე ჭიათურის მშრომელების აქციები, სულ იყო, რომელსაც სხვათა შორის, აი ეს NGO-ები მას შემდეგ დაიწყეს მათთან მიტმასვნა და მათი გამოყენება, როცა აი ეს პრობლემები შეექმნათ უკვე ქვეყანაში. გესმის? ანუ ვითომ რომ ისინი გულდათუთქულები არიან შრომელთა უფლებებით და ასე შემდეგ. აი მერე დაიწყეს ამაზე ფიქრი და ზრუნვა და ლაპარაკი და ასე შემდეგ საჯარო სივრცეში. მანამდე არასდროს ეს არ გაუკეთებიათ. ანუ ისიც აი ეგეც ძალიან კარგი არგუმენტია, ანუ შრომელთა უფლებებზე ეგენი კი არ ზრუნავდნენ და ეგენი კი არ შრომობდნენ. ისევ ევრორეგულაციით მოვიდა ჩვენამდე. გესმის? ოღონდ ეს ევრორეგულაციაც რომ საბოლოო ჯამში ანუ არ არის ის რაც საჭიროა. ეგ ხო გვესმის. ხო, ანუ პირობითად ავიღოთ ახლა რა, ეს რაღაცა შრომითი უფლებების დაცვა რაღაცები შემოვიტანეთ, ასე შემდეგ, მაგრამ საბოლოო ჯამში შრომის უფლებები დავიდა იქამდე, რომ სამუშაო ადგილზე აქვს თუ არა უსაფრთხოება. აქვს თუ არა ღირსეული ანაზღაურება, აქვს თუ არა ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობა, ეს ანაზღაურება საკმარისი არის თუ არა იმისთვის, რომ დაიკმაყოფილოს საკუთარი ეთიკური და ესთეტიური საჭიროებები, მაგრამ თუნდაც წიგნი იყიდოს, წავიდეს და წაიკითხოს, ამაში ყოფნის ეს შემოსავალი? ანუ შრომის ადგილას რო არ კვდება, ეს არ არის შრომის უფლებები რა. ეს სიცოცხლის უფლებაა და ჯანმრთელობის დაცვის უფლება. მაგრამ აქამდე არ ქონდა რა. არა, ეგ გავიგე რომ ენდუქიდეს შემდეგ გავაქვეყნებული ქონდა. გავიგე რომ არ ქონდა, ეგ გავიგე, ყველაფერი გავიგე, მაგრამ ჯერითი ამათ დამსახურება არ არის არც ეგ და ვისი დამსახურებაც არის იმანაც საბოლოო ჯამში ძალიან თუ ჩაუღრმავდებით ისევ ბიზნესის ინტერესები დაიცვა. იმიტომ რომ სად ის რომ შენ ადამიანები გიკვდება და შემდეგ აი ეს პრობლემები გიჩნდება ამ ტიპის მათ შორის მორალურიც და მათ შორის თქვათ ის არა ქვია მაგას ანაზღაურება გიწევს იქ რაღაც ასე შემდეგ სად რომ დაგიწერე უკვე და ამ გაწერილით რა მოხდა იცი საბოლოო ჯამში რომ შენ თუ რამე არ დაიცავი დათაქირავებულმა თანამშრომელმა მე ყველაფერი უზრუნველყავ იქ რაღაც გავაბი გაგაფრთხილე იქ არ გადავარდე აქ თავზე ჩაფხუტი დაიფარე ასე შემდეგ და ეს ყველაფერი თუ გააკეთე და მაინც თუ მოგდი მე მართალი ვარ ის ანუ აი მე და თუ არ დაიცავ პირიქით შენ ყოფილ ხარ ისა რა ქვია აუქნად არ იცავს მეორე მომენტიც არის ნახე აი რო ავიღოთ ქართული კონსერვატორები რომლებიც მე არ ვიცი ვინ ფინანსდება გარედან მაგრამ ძირითადად არ ფინანსდებიან რა გარედან შეიძლება რა ვიცი და არ ჩიგნით ხო როგორც წესი მას დიდი დაფინანსება არ აქვს აი მიწის გარდა ეკონომიკური თვალსაზრისით დიდი არაფერი ის არა აქვს რა ქვია წარმოდგენა რომ აი მიწა არ უნდა გაიყიდოს ანუ აი ესეთი წმინდა საკრალური ესეთი მომენტი აქვს და ეკონომიკური განვითარების ან სოციალური განვითარების ლოგიკა ხედვა აქვს ძალიან ინფანტილური რჩება ესეთი და არის არიან ტიპები განათლება მიღებული ლიბერალები ოღონდ არა ის ლიბერალები NGO ხალხი ეს კულტურული ლიბერალები კი არა ანუ ეს აი ბიზნეს ლიბერალიზმი რაც ქვია საბანკო ლიბერალიზმი რასაც ქვია რა აი ეს ტიპები რჩება რომლებიც გამოდიან ხოლმე პარლამენტში რომლებიც ინტეგრირებული არიან სამთავრობო სისტემებთან და რომლის იდეებსაც ისმენენ ეხლაც ისმენენ ჩვეულებრივად რა და რჩება რომ ეგ სუვერენიტეტი საბოლოო ჯამში იგება აი მაგ რაღაცა ლიბერალურ ეკონომიკაზე სადაც თავარი ხდება რომ ვიღაცა ბიზნესმენები ესე იგი იყვნენ დაცულები, დიდი საფინანსო ინსტიტუტები იყოს დაცული და დანარჩენი ყველანაირი დარტყმა რაც იქნებას გარედან, ნუ ოღონდ ამ ინსტიტუტებმა არა იყოს სხვა დანარჩენები კი ბატონო, აგერ ის იყო ხო, რა ქვია, გასაგებია რომ პრობლემა გეოპოლიტიკურ თვალსაზრისით გასაგებია რომ ომში ჩართვის პრობლემა იყო, მაგრამ კაცო თუ კი ჩვენ გარკვეულწილად რაღაცა ეს ევროკავშირთან მივდივართ დაპირისპირებაში, ხო? თუ კი უვიზო რეჟიმი უნდა მოიხსნას, ხო? ხო, უვიზო რეჟიმი ხშირ შემთხვევაში დაარტყოს იმ ადამიანებს, რომლებიც იქ სამუშაოდ არიან წასულები, ხო? შეიძლება. ხო, დიწილად რომლებიც აქ რაღაც გზავნიან, იმას რატომ არ არტყოს არასდროს?
ფინანსურ ინსტიტუტებს. რატომ არ იღებს ესე დარტყმა? თუ დაანჩენმა საზოგადოებამ უნდა დააიღოს ეს დარტყმა თავის თავზე. თუ დაანჩენმა საზოგადოებამ უნდა გადაიხადოს ეს ფასი ამ სუვერენიტეტის. ეს არის რატომ არ ეხდიან ამ სუვერენიტეტის ფასს? რატომ არის რომ ესე იგი არც ერთ პოლიტიკურ დისკურსზე არ დგება ეს საკითხი, რომ მათაც უნდა აიღონ, იმიტომ რომ ყველაზე დიდ მოგებაზე ესენი გადიან და ყველაფერი პრინციპში მაგათია. მათაც უნდა რაღაცა დათმონ რა ამ ქვეყანაში. თუ მე უნდა გადავიხადო უფრო ძვირი, რა ვიცი, კვერცხში და საერთაშორისოში, იმას უფრო მეტი უნდა გადაიხადოთ რაღაცეებში, უფრო მნიშვნელოვან საკითხებში, ხო? ხომ არის ამაში ლოგიკა? ხო, მაგრამ ახე როგორ რაღაცა არის, ერთი რომ ის მათ იცავს, ასე ვთქვათ, ის ეგრეთ წოდებული საერთაშორისო საფინანსო სისტემა და შე რომ აქ ვიღაცას თქვათ შეეხები, თუნდაც აბსოლუტურად კანონიერად შეეხო, ან კანონის შეცვალო და ჯერ ერთი არ გაქვს შესაძლებლობა კანონის შეცვალო, რა, მაგალითად საგადასახადო წვირთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ხა ესე ვერ გააკეთებ ახლა მაღაზიაში, რომ შენთვის მკვერცხი 10 თეთრი ღირდეს და ვიღაცა ვინც უფრო დიდარია, მისთვის 20 ღირდეს. ასეთ ხო, არა, ეგრე ვერ გააკეთებ. ასეთ რამეს ვერ გააკეთებ. არის ერთი ხერხია ეგრეთ წოდებული პროგრესული გადასახადი, ხო? მაგრამ პროგრესულ გადასახადს ცალკე პრობლემა აქვს. ერთი რომ ჩვენთან ეგ პროგრესული გადასახადი რეალურად აკრძალულია, იმიტომ რომ ჩვენ კონსტიტუციაში გვიწერია, რომ ვერც ახალ გადასახადს ვერ დავაწესებთ და ვერც გავსდით გადასახადებს, ხო? ერთადერთი გადასახადი, რომლის გაზრდა სახელმწიფოს შეუძლია, ეს არის აქციზი. და ეს აქციზი იზრდება ხოლმე მეტაპობრივად, ხან სასმელზე, ხან სიგარეტზე, ხან საწვავზე და ასე შემდეგ, ხო? ანუ სხვა გადასახადის გაზრდა სახელმწიფოს არ შეუძლია და არც ახლის დაწესება. ამას ეს ვადიანია მართალია გარდამავალდებულებად გადაკეთდა 2018 წელს და თუ არ ვცდები 2030-ში გაზრდის ვადა, მაგრამ მე რა იქნება ვნახოთ, როგორც თუ არ მეშლება, 12 წლით გაგრძელდა როგორც მახსოვს. მაგრამ ამის გარდა არის სხვა პრობლემები, პრაქტიკული პრობლემა არის მაგალითად, ხო? რომ აი მაგალითად თუ შენ ასეთი ტიპის საგადასახადო სისტემაზე გადადიხარ პირობით, სადაც უფრო მეტ ტვირთს დააკისრებ ვიღაცას, ხო? შენ ამითი აქ უნდა გაითვალისწინო მთელი შენი რეგიონის ეკოსისტემა. გესმის, იმიტომ რომ შენ შეიძლება ამითი მიიღო ის, რომ შენთან ვინც მდიდრები არიან, მათ თავის კაპიტალი გადაიტანონ სხვა მეზობელ ქვეყნებში და გაიქცნენ შენ საგადასახადო წნეხს. ისმის, ანუ დარჩე საერთოდ კაპიტალის გადინება გამოიწვიო ამ ტიპის გადაწყვეტილებით და ასე შემდეგ. ამიტომ ეს უნდა იფიქრო ასე ღირს თუ არ ღირს და ასე შემდეგ. ამიტომ პირიქით უნდა გააკეთო ჩემი აზრით, ანუ წეღარაზეც ვილაპარაკეთ, ის უნდა გააკეთო ალბათ, რომ შენს ბიზნეს დაავალდებულო რაღაცა ფორმით, რომ ამ ტიპის ფონდები, ანუ შიდა ფონდი გაჩნდეს, რომელიც საჭიროებებზე არის ორიენტირებული, მაგრამ კვლევებზე არის ორიენტირებული, მეცნიერების ხელშეწყობაზე ორიენტირებული, ან თუნდაც აი ამ ეგრეთ წოდებული რასაც სამოქალაქო სექტორი ქვია იმის ხარდაჭერაზე არის ორიენტირებული და ასე მაგრამ შიგნით გაკუმულირებული თანხებია, ხო? მსგავსი რაღაცების გაკეთება შეგიძლია შენ, რომ აი ასე ჩართო მაგალითად ეს ბიზნესი და მისი პასუხისგებლობა ამ წილში, ხო? ან გადახედო მათ შორის იმ ტიპის ვთქვათ უფლებებს, რომელიც ახლა გაქვს გაწერილი თვითონ კონსტიტუციაში და ამაზე გააკეთო აქცენტები, მაგალითად შრომელის უფლებები დაიცვა არა მხოლოდ უსაფრთხოების ნაწილში, არამედ ანაზღაურების ნაწილშიც მათ შორის, ხო? და ამ თემაზე იზრუნო და ასე შემდეგ. ესეც პრობლემური შეიძლება იყოს, მაგრამ საბოლოო ჯამში, იმიტომ რომ ისა რა ქვია, დაიწყოს თქვათ, მაგრამ ესეც მეორე მხრივ და ესეც დარეგულირებადია, რომ მიგრანტებზე არ დაეყრდნოს დიდად შენი დამქირავებელი და ასე შემდეგ. ანუ რაღაცა იმ ტიპის ეკონომიკური პროცესი უნდა აგენერირო, რომელიც შენთან გამოიწვევს ჯერ ერთი რომ უფრო მეტი რეალური ეკონომიკის განვითარებას გამოიწვევს, ხელფასების გაზრდას გამოიწვევს და საბოლოო ჯამში რაღაცა ვალდებულებებსაც გააჩენს ისე რომ ეს არ იქნება მოტივატორი შენგან წასვლის, ხო? ანუ ეს ასე რაღაცნაირად, ანუ შენ გჭირდება ამ წუთას, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შენ გჭირდება ამ წუთას ფიქრის, აზროვნების პროცესის ინსტიტუციონალიზაცია. რა იქნება ჩვენთვის ყველაზე კარგი გამოსავლები ამის ძიება. რა არის და მასშტაბურად კეთება. ერთ-ერთი თავი პრობლემა ისე რომ დრო მე მგონი აღარ აქვს. სოფლიოში მიმდინარეობს ძლავრი კონკურენცია ხელოვნურ ინტელექტზე, დატა ცენტრებზე და თელერიგ ესე ტექნოლოგიებზე. ანუ ეს არ არის მხოლოდ რაღაცა
ისეთი დაპირისპირება რა ეს არის მართლა ჰეგემონიური დაპირისპირება გექნება თუ არა შენ ავტონომია შენი მონაცემები ვის ხელში იქნება შენი მოქალაქეების მონაცემები ვის ხელში იქნება ვის შეიძლება გათიშოს შენი მოქალაქეების რაღაც სოციალური ესე იგი სოციალური რაღაც როლი ხო ან იუზერი ხო და ვის შეუძლია საერთოდ ბანკიდან ესე გათიშოს აგერ შეასკდა ხელისუფლება, როდესაც ესე იგი მოსამართლეები, პროკურორები და ვიღაცები დაასანქცირეს. ანუ რას უკეთებ? ორი ტელევიზია აქვს, მათ შორის ბრიტანეთმა დაასანქცირა. ერთი სადაც მე მუშაობ. ამ დროს აი რაღაცნაირად არც იმაზე გიფიქრია, რომ აი სუვერენიტეტი ჩემთვის ეგ არის, რომ როდესაც ეგეთ რაღაცებზე იწყებ ფიქრს, როდესაც შენ ხელში გადმოდის კონტროლის საშუალებები, მექანიზმები რა და თავარი კონტროლის მექანიზმები არ აქვს. შენი მოქალაქეების რაღაცა საფინანსო უსაფრთხოების უზრუნველყოფა არ შეგიძლია საბოლოო ჯამში. კი, იმიტომ რომ წერა რომ ახსენეთ წერან რომ აი ეს ფინანსური ელიტა არის და ესა დაცული საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუციების მიერ, მაგას გულისხმობს, იმიტომ რომ შენ მთლიანად ხარ ჩართული აი ამ პროცესში, ამ გლობალური საფინანსო ასე ვთქვათ ინსტიტუციების კონტროლში და იმიტომ ვერ შეეხები მაგალითად მათ შორის რა ანუ შენ ვერ გააკეთებ ისეთ რაღაცას რაც პირობითად გადის ეგრეთ წოდებული სოფლიო ბანკის ან მონეტარული საერთაშორისო რა ქვია კაცო იმას IMF-ის ხო IMF-ის რეგულაციები და რაც გადის ისეთ რამეს ვერ გააკეთებ შეუძლებელია ეგეთი რამეები. ხო, მაგრამ ალტერნატივა შექმენი რაღაც. ალტერნატივა შენ ვერ შექმნი, შენ ძალიან პატარა ხარ. ან გამოიყენე არსებული ალტერნატივა. შენ უნდა ხო, შენ უნდა დაიწყო ერთი რომ პირველი რაც ყველაზე მნიშვნელოვანია რომ გააკეთო, ანუ ამ სპეკულაციური ეკონომიკიდან რაც ეხა გვაქვს, ანუ ძირითადად ამ ფინანსურ, აი რომ ჩახედავ იმას, რა ქვია, რა ტიპის ეკონომიკური პროცესები მიმდინარეობს ჩვენთან, რაზე ცხოვრობს, რითი ცხოვრობს ჩვენი ქვეყანა, ეს არის საფინანსო ესე თქვა ოპერაციები, ფინანსური ოპერაციები, დეველოპმენტში ინვესტირებული თანხები და გარედან შემოსული თანხები, რომელიც ყიდულობს შემდეგ ამ დეველოპმენტის მიერ წარმოებულ ну პროდუქტიც არ ვიცი რამდენად შეიძლება ბოლომდე პროდუქტი ერქვა სამშენებლო ესე ვთქვათ პროცესს ანუ ეგრეთ წოდებულ real estate-ს რომელიც იქმნება აქედან ხო და შემდეგ ეს არის სათამაშო ბიზნესი ერთ-ერთი სერიოზული წილი უწევს ამას და ტურიზმი ეს 4 ძირითადი ესე ვთქვათ მამოძრავებელი ჩვენი ეკონომიკის ხო და რეექსპორტი ანუ აი მაგალითად რო ავიღოთ შენი აზრით რამდენი იყო აი ახლა ხო ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი გახდა ყირგიზეთი ეკონომიკაში შენი აზრით რამდენი იყო 2021 წელს ყირგიზეთთან ვაჭრობა ექსპორტი ჩვენი ექსპორტი რამდენი შეადგენდა დაბალი იყო და ახლა 80 რაღაცა პროცენტია ვიცი გაიზარდა მნიშვნელოვნად ესე იგი 2021 წელს ჩვენი ექსპორტი ყირგიზეთთან იყო თუ არ მეშლება სადღაც 30 მილიონი ლარი 25 წელი ჩაიხურა მილიარდ ნახევრით ანუ ნიშნულად გაიზარდა. ნიშნულად აღარ ქვია მაგას ხო? პრინციპში საკმაოდ დიდი რაოდენობით არის გაზრდილი. ხო, მაგრამ ეგ ხო ანუ ეგ გადამკვიდრების ლოგიკით ხო, მაგაშია საქმე, ანუ ეს ხო არ მომხდარა ჩვენს მიერ წარმოებული პროდუქტის გატანით. იცი რა არის, იქნებ არც გვაქვს იმის საშუალება, მაგაზე ხშირად ვფიქრობ. ლაპა მემარცხენე დოგმა არის, რომ გინათური ინდუსტრია, ხო? იქნებ აი სხვათა შორის ეს არ არის მარტო მემარცხენე დოგმა, ეს ეხლა რასაც მაგალითად იგივე ტრამპი ამბობს, რომ make America great again, ერთ-ერთი ფუნდამენტური ნაწილი ამ make America great again-ს არის ინდუსტრიის დაბრუნება ამერიკაში. ხო, ვერ აკეთებს მაგას. არა, რო ვერ აკეთებს, ეგ ცალკე თემაა, რატო ვერ აკეთებს, ესეც ცალკე თემაა ყველაფერი და ალბათ ვერც გააკეთებს, მაგრამ არ არის მემარცხენე დოგმა. ინდუსტრია რო გჭირდება და პროდუქტის წარმოება რო გჭირდება მაქსიმალური დიდი რაოდენობით და მე ამის გაყიდვა ეს არ არის მემარცხენე იდეა. ის რომ ეხლა პროდუქციის ფასები აიწევს ერთ-ერთი მიზეზი ისაც იქნება რომ ჩვენ არ აგვაქვს ჩვენი ჩვენთვის საჭირო. ის რომ ჩვენ იმპორტზე დამოკიდებული ხართ. იმპორტზე დამოკიდებულები ვართ და თან ძალიან მარტივი ისე გასაგებია რომ შენ ისეთ იმდენ მაგათის ვამბობ პოპულის პრობლემა ხო? არა გაქვს შენ რეალურად იმ ხელა მიწები და იმდენი რესურსი შენ თავი გამოკვებო. მაგრამ შენ შეგიძლია მნიშვნელოვანი ნაწილი ჩაანაცვლო და არ იყო
ბოლომდე დამოკიდებული. კი, რა თქმა უნდა. შეგიძლია ჩაანაცვლო რაღაცა ნაწილი. მაიპურის სხვა პროდუქტების ანუ კვების მრეწველობაში რაღაცა პროცესების და ასე შემდეგ. ესე შეკითხვა მაქვს. აი, საერთოდ მივყავართ მაგ სუვერენიტეტს. აი, მე სიმართლე გითხრა, ერთი მხრივ, აი ეს გადარჩენის ლოგიკა მესმის და აბსოლუტურად მივყვები, მაგრამ ხომ არის აი სოციალური რეგრესი თუ სოციალური პროგრესი. აი სად მივდივართ? ის რომ ეკონომიკური ზრდა გვაქვს, ამას ვაღიარებთ, ციფრებში ჩანს ყველაფერი, მაგრამ ეკონომიკური ზრდა არ ნიშნავს სოციალურ პროგრესს. არ ნიშნავს სოციალურ პროგრესს. შეიძლება პირიქითაც ნიშნავს სოციალურ რეგრესსაც ნიშნავს, იმიტომ რომ ამერიკის პოლიტიკური და რაღაცა სოციალური რეგრესი დაიწყო ცივი ომის დასრულების შემდეგ. როდესაც აი ეს რაღაცა კორპორატია თავი ამოყო და როდესაც გარემე საფრთხეებმა მოადუნა ყველა ინსტიტუტი აბსოლუტურად, ხო? აი ჩვენ საერთოდ და სადაც საბოლოო ჯამში მოხდა რა რეალურად ამერიკის შემთხვევა რო ავიღოთ, ხო? ყოველწლიურად იზრდება უთანასწორობა ამერიკის სოციუმში. სამაგიეროდ ფინანსური ზრდა აქვს. არა, მაგას ვამბობ, ანუ ზრდა აქვს. ეკონომიკური ზრდა აქვს. ეკონომიკური ზრდა აქვს. ევროპისგან განსხვავებით სხვა. ევროპისგან განსხვავებით, ყველაზე დიდარი ქვეყანაა. უდაოდ ყველაზე დიდარი ქვეყანაა ამ წუთის მონაცემებითაც, ანუ ეგრეთ PPP-ის გარეშე პირველ ადგილზე ეკონომიკით, ხა PPP-ით ცოტა სუსწრებს ხოლმე ჩინეთი, მაგრამ რეალურად, მაგრამ ამასთან ერთად უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩინეთი 1.5 მილიარდი ადამიანია და ამერიკის შეერთებული შტატები 320 მილიონი თუ არ ვცდები, ხო? მაგრამ აი რო შევადაროთ ორივე ზრდას. ამერიკის ზრდამ არ გამოიწვია მილიონობით ადამიანის სიღარიბიდან გამოიყვანა. ხო, მაგაში როდესაც ჩინეთის ზრდამ გამოიწვია 300 თუ 400 მილიონი. 800 მილიონი ადამიანი ამოვიდა ბოლო 10 წლებში. 300 მილიონი მგონი საშუალო ფენა გაჩნდა. კი ბატონო, შეიძლება. ეს საშუალო ფენის ამბავი არ ვიცი, მაგრამ არ ჩავძიებულა. 800 მილიონი ადამიანი გამოვიდა სიღარიბიდან. ხო, ოღონდ მანდაც უნდა გვესმოდეს ერთი რამე, ანუ სიღარიბიდან გამოსვლის ნაწილში. ხა ჩვენს გვაქვს ეგ მონაცემი, ჩვენს ვამბობთ, რომ სიღარიბეს ბევრი ადამიანი ტოვებს და ასე შემდეგ. ან ორი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი უნდა გავითვალისწინოთ. ერთი, რომ ესე იგი რა ზღვარი ითვლება სიღარიბეთ და აი პირობითად ავიღოთ, ახლა დღეში 5 ლარი თუ გაქვს, უკიდურეს სიღარიბედ ითვლება. 5 ლარია თუ რაღაცა აი დაახლოებით ესეთი რაოდენობა, ხო? რომ დღეში 5 ლარს თუ ხარჯავ საკუთარ თავზე, მაშინ ითვლები უკიდურეს ღარიბად. მაგრამ როგორც კი 5 ლარსა და 20 თეთრს დახარჯავ, უკვე აღარ ხარ ღარიბი. სტატისტიკურად აღარ ხარ ღარიბი. ღარიბებში აღარ მოიაზრები, ხო? ანუ შესაბამისად ჩვენ რეალურად უნდა ჩავთვალოთ თუ არა ის ადამიანი, ვინც 20 თეთრით მეტის დახარჯვა დაიწყო, ღარიბად თუ არ უნდა ჩავთვალოთ. ეს ერთი ფაქტორია, ანუ თვითონ ეს ისენი რა ქვია, ზღვრები სიღარიბის დათვლის და ცირედი გადაჯიბჯებაც კი უკვე ნიშნავს, რომ ამ სიღარიბეს თავი დააღწია, ხო? ეს ერთი ფაქტორი და მეორე ფაქტორი. ჩვენი ერი დაადგა ევროპულ გზას ამ ნაწილში, რომ დაბერება დავიწყეთ. ანუ ჩვენის აი ბოლო ის თუ ნახე აღწერა, ხო? ყველაზე დიდი ზრდა რაოდენობაში, მოსახლეობის რაოდენობაში, ანუ ასაკობრივ რაოდენობაში გვაქვს 65 პლუს მოსახლეობაში. 4%-მდე დაახლოებით გაიზარდა 2014 წლიდან, ვიდრე 2024 წლამდე 65 პლუს მოსახლეობა. ანუ არ ვაჩვენთ შვილებს რა, არ ვაჩვენთ. ხო, ანუ პენსიონერების რაოდენობა. და პენსიას პენსიონერი როგორც კი ხდება ადამიანი, ეგრევე ტოვებს სიღარიბეს. ეგრევე აღარ არის ღარიბი ამ მონაცემებით. რითიც ითვლება სიღარიბე. არა და ეხლა რამდენი აქვს მაგას? ხო, მაგას გეუბნები, გესმის, ანუ სიღარიბის დაძლევის საკითხები არის აი მანიპულაციურია, მანიპულაციური რა, ნუ რაღაცნაირად უნდა დათვალოთ, ხო, რაღაცა უნდა თქვა, რომ რაღაცა მარჟი რა ითვლება უკიდურეს სიღარიბედ და რა არ ითვლება, ხო? მანიპულაციური რა, რაღაცით უნდა დათვალო ეს მაჩვენებელი, ხო, რაღაცა უნდა თქვა, რომ აი ეს არის თამასა და ამის ზევით არ ითვლება ღარიბად, ამის ქვევით ითვლება ღარიბად და ასე შემდეგ, ანუ სხვანაირად ვერ იზამ. მაგრამ საბოლოო ჯამში მანდ უფრო არის ესეთი ჩვენ რა გვჭირდება იდეაში, ანუ ჩვენ გვჭირდება სხვა ტიპის კეთილდღეობის საზომები, რა. ანუ ეს რომ ვთქვათ შემოსავალი გაიზარდა, ეს რომ პირობითად ასე ვთქვათ ეკონომიკა გაიზარდა, ის რომ სიღარიბიდან ამოვიყვანეთ ადამიანები და ასე შემდეგ,
შემდეგ ეს არ არის საკმარისი საზომი იმისთვის, რომ კეთილდღეობა დავთვალოთ, ხო? კეთილდღეობის დასათვალად მე ვთვლი, რომ ჩვენ უნდა გქონდეს შემოვიტანოთ დემოგრაფიული ელემენტი, შემოვიტანოთ ახალგაზრდების რაოდენობის ზრდა, შემოვიტანოთ ჯანსაღი ცხოვრების და დავად და ნახე რა ჩემი აი ჯანდაცვის შეიძლება ხო ჯანდაცვის ელემენტები ჩემი ასე ვთქვათ შეფასებით შეიძლება ეს რაღაცა დავარქვათ ამას სოციალისტური იყოს ასე კი ბატონო მაგრამ თემა რა არის ნახე რა არის მნიშვნელოვანი რომ გავზომოთ ანუ ჩვენ რას უზომავთ ადამიანს აქვს თუ არა ცხოვრების შესაძლებლობა, არსებობის შესაძლებლობა თუ განვითარების შესაძლებლობა, ხო? ანუ ვინ არის ადამიანი, ხო? აი ეს პრინციპი თუ შემოგვაქვს, რომ ვინ არის ადამიანი და მე საბოლოო ჯამში მივიდეთ იქ, რომ ადამიანი არის ის, რომელიც იწყება იმის შემდეგ, რაც ყოფითი საჭიროებები აქვს მოგვარებული. ხო, ანუ ყოფითი საჭიროებები მოიგვარა და ამის შემდეგ იწყება ადამიანი. მოდი მივიცეთ ადამიანებს რეალიზაციის საშუალება. მივცეთ საშუალება, რომ იყოს კარგი განათლება, ღირსეული განათლება, ამ განათლების საფუძველზე, ისეთი განათლება, რომელიც ინტერესის თმას ექნება, ამ განათლების საფუძველზე აქვს თუ არა შესაძლებლობა, რომ დასაქმდეს და აი ეს რაც ისწავლა ამის რეალიზება მოახდინოს, აქვს თუ არა შესაძლებლობა მიიღოს ეთიკური და ესთეტიური სიამოვნებები ცხოვრებიდან, წავიდეს თეატრში, კინოში, არ ვიცი, სადღაც თქვა გაისეირნოს ქალაქ გარეთ, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. საკუთარი ოჯახი წაიყვანოს მაგალითად რესტორანში კვეთში ერთხელ მაინც, წაიყვანოს დასასვენებლად, ანუ განიტვირთოს პროცესიდან და მიიღოს მართლა აი ეს რასაც სიამოვნება ქვია ადამიანისთვის, ხო? ანუ არა ისეთი არა ჯანსაღი სიამოვნებები, ანუ თრობადი რაღაცა ამ სიამოვნებებზე ბუნებრივი არ ვსაუბრობ, მაგრამ ისეთი აი შემეცნებითი სიამოვნებების მიღების შესაძლებლობა, წიგნების ყიდვის შესაძლებლობა და ასე შემდეგ. ანუ ამის შესაძლებლობები თუ აქვს, თუ ამას უზრუნველყოფთ ჩვენ როგორც სოციუმი და როგორც სახელმწიფო, ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია ვილაპარაკოთ იმაზე, რომ კეთილდღეობა გვაქვს. სხვა შემთხვევაში თუ ადამიანები უბრალოდ აი ამ საჭიროებებს იკმაყოფილებენ, ჩვენ არ გვაქვს კეთილდღეობა. ეს არ არის საკმარისი. ხო, იმიტომ რომ ძალიან პრიმიტიული გაგება გვაქვს ახლა. რაღაცა იქ მართლა ტელევიზორს თუ ვიღაცას უნახავენ ძველ ტელევიზორს, შეიძლება ისე რა ქვია, ჩაწერონ რომ აღარ არის ღარიბი და რაღაც. კი ბატონო, ტელევიზორს უყურებს. ხო, ტელევიზორს უყურებს. და მაცივარში საჭმელს ინახავს. იცი რა არის? მან შემოდის კიდე ერთი მნიშვნელოვანი რა ეს არის ის ლოგიკა რომ ღარიბები ვართ. ბიჭო რა არის იცი? ეგ სიღარიბე ყოველთვის შედარებითია, ხო? არ შეიძლება შენ კონდეს სიღარიბეს მიმართ ისეთივე დამოკიდებულება, როგორც 90-იან წლებში ქონდა. კი ბატონო. რომ იქ რო რაღაცა პური ტალონებზე იყო, ტალონებზე დატოვა დღესაც ეს ელემენტი რა. ტალონებში არა, მაგრამ ისე ვამბობ. თავი მომენტი ის არის რომ აი პოლიტიკურ დისკურსში ეხლა ჩვენ საუბრობთ ამაზე. არც ეს პოლიტიკურ პარტიისგან ეს არ მომისმენია. ეხლა ეს ჩვენ საუბრობთ. ხო, იმიტომ რომ აი იმ ეგრეთ წოდებული მემარცხენეების აჯენდა ეს დღის წესრიგი ეს არ არის. ამაზე საუბარი არ არის მათი დღის წესრიგი, იმიტომ მათი დღის წესრიგი არის დემოკრატიის უკუსლა. და რაღაცა კიდე სასამართლოს დამოუკიდებლობა და ასე შემდეგ. ეს თავარი უნდა იყოს სწორედ ეს მოდი შევცვალოთ სიღარიბის მოდი შევცვალოთ კეთილდღეობის დადგენის პრინციპები შევცვალოთ, ხო? ხო, ანუ რას ვაძლევთ? იცი როგორ რაღაცა ეხა შეიძლება პირობითად ავიღოთ მაგალითად ოპონენტ ეგ ნეოლიბერალური საზოგადოება იტყვის რომ ჩემი კეთილდღეობის საზომი არის აი ეს პირველი მაგალითად მატერიალური ესე ვთქვათ და საერთოდ რაღაცა არ ვიცი მათი კარგად არ მესმის ეს მათი ლოგიკა გესმის რომ აი ეს ყველაფერი დანარჩენი აი რაც ჩვენ ჩამოვთვალეთ ხო განათლება ეს რა ქვია ჯანდაცვა შრომა იქ რაღაცა წიგნი იყიდა ასე შემდეგ ეს ყველაფერი თუ უნდა გააკეთოს ვისაც აქვს შესაძლებლობა თან იმან გააკეთოს ვისაც არ აქვს ნუ გააკეთებს და ყველა ვერ მიიღებს განათლებას და ასე შემდეგ რა ლოგიკა მათი ასეთია ხო მაგრამ რა საზოგადოებაში გიწევს მე ცხოვრება რა გიწევს მოდი ესე ვთქვათ ეს ხო არ არის რაღაცა ჩვენ ხო და ეგ ხო ნახე როგორ არის ეგ ხო შენი ბრალია ანუ შენ თუ ვერ განვითარდე შენი ბრალია აი ხა ნახე ერთი მომენტში მემარჯვენეებს მიუყვები რომ არსებობს ესეთი ფენომენი სოციალური პარაზიტიზმი, როდესაც ევროპაში და არა საქართველოში, ევროპაში სოციალურ პაკეტებზე ჯდებიან
და ადამიანების გაცნობიერებულად რაციონალური არჩევანი და არის. რატო ჯდებიან? თუ არ ვიცი რატომ ჯდებიან აი, ნახე ძალიან მარტივი მიზეზი აქვს მაგას. აი იმ ინსტიტუციებს, რომლებიც ამას აფინანსებენ, მათ ეს ყველაფერი აწყობთ. აი ეს პროცესი აწყობთ. აი ეს ორგანიზაციები, აი ეს რაღაცა გვერდითი ინფრასტრუქტურა, ევროკავშირთან არსებული რაღაცა ინფრასტრუქტურა და სწორედ ამიტომ აქედან ბევრი ფული კეთდება. აქედან კეთდება ძალიან ბევრი ფული. გადამხდელებისგან ჩვენთანაც ეგრე მოხდებაო, მაგრამ არა, უყურე ნახე ყველა ნეოლიბერალი მაგას გეტყვის. გავიგე რომ მაგას მეტყვის, მაგრამ ეს არის ასე ვთქვათ სამაგიეროდ ნეოლიბერალიზმში მოხდება ის რომ რაც ხდება ამერიკის შეერთებულ შტატებში 1%-ს ექნება ყველაფერი და დანარჩენ 99%-ს ექნება თითქმის არაფერი. ხა 99% არა, იქ არის ის, მაგრამ აი ხო 90 ხო არის რომელიც უსახკაროების რაოდენობა საკმაოდ დიდი არის. უსახკაროების რაოდენობა დიდია, 90% მართლა, ანუ 10% ფლობს 90%-ის თანხას. და იმ 10%-ში აი ეს 1% ფლობს დანარჩენი 9%-ის იმას რა ქვია სიმდიდრეს. ისმის და ეს სულ მუდამ იზრდება, ეს არ მცირდება. ანუ ამათი დაახლოება არ მიმდინარეობს. აი სისტემა, რომელიც აგენერირებს ეგრეთ წოდებულ ამერიკულ ოცნებას, აი იმ სისტემამ საბოლოო ჯამში გამოიწვია აი ეს. მან კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია რა. და ეს ფაქტორი მაგრამ მთელი ამბავი რა არის? ნახე რაში არის განსხვავება, ანუ მაგალითად რო ვიყოთ იგივე აი საბჭოთა კავშირი ხო არ უყვართ და ასე შემდეგ, მაგრამ საბჭოთა კავშირი ფულს კი არ აძლევდა ამ ადამიანებს, რასაც აკეთებს ევროპული ინსტიტუციები. ანუ აი ვიღაცა ტიპი რომელიც დოტაციაზე იმას ფულს აძლევს და ის მერე თვითონ გადაწყვეტს რა უნდა დახარჯოს და ასე შემდეგ. საბჭოთა კავშირი ამას არ აკეთებდა. საბჭოთა კავშირის თავის პრობლემები ჰქონდა, მაგრამ ის ქმნიდა სახელმწიფო დაწესებულებებს, რომლებიც უზრუნველყოფდა იმ სერვისებს, რომელიც შენ გჭირდება. ფულად კი არ გაძლევდა რომ მე შენ გადაწყვეტე რაც უნდა გააკეთო. ის სერვისებს რა სერვისებიც შენ გჭირდებოდა იმ სერვისებს გაძლევდა. ისმის სანატორიუმში გაშვება იქნება ეს თუ თეატრში წასვლა იქნება ეს თუ კინოში წასვლა იქნება ეს თუ ასე შემდეგ ეს ყველაფერი მუნიციპალური ეს ყველაფერი სახელმწიფო დაფინანსებაზეა რომელიც საბოლოო ჯამში შენ ესე იმას კი არ გაძლევს რომ სპეკულაციური იყო საბოლოო ჯამში შენთან მოცემული თანხა და მე შენ რაღაცა ისევ მეორე თვეს ისევ გჭირდება ეს თანხა და მესამე თვეს ისევ გჭირდება და არ აკეთებ იმას რისთვისაც გაძლევენ, ხო? საბოლოო ჯამში არ აკეთებ იმას რისთვისაც ამას გაძლევენ პირობით. რეალურად ეგრე გამოდის. ხო. და აქ იყო გადაწყვეტილება იმის რომ ეს გჭირდება. ისმის აი ეს გჭირდება და ამას გაძლევ. მე პირდაპირ ამ სერვისს გაძლევ. და მან კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტია. ეხლა პრო კონსერვატორებზე ვისაუბრებ, რატომ გამოვდიან ამის წინააღმდეგ? მისაუბრია. აი საქართველოში არისო ეს კულტურაო რომ ნათესავების ზრუნავენ შენზე და ასე შემდეგ და ნუ ეს ერთი ვიღაცა ვინც წარმატებული იქნება დანარჩენებზე იზრუნებს და რაღაც. არ ხდება ეს სოციალურ პრაქტიკაში. აღარ ხდება. ანუ მე პირიქით ვხედავს იმათა გითხრა, უფრო მეტად შეიძლება ერთეულები არიან, მაგრამ უფრო მეტად პირიქით ვხედავ, რომ ეს საერთოდ არ იწვევს სოციალურ სტაბილურობას პირიქით. იცი როგორ არის? პირიქით სოციალური დაძაბულობა თვითონ ოჯახებს შიგნით, ოჯახის ინსტიტუტების, აი დიდი ოჯახი რაც იყო, ხო? ის კი არა მარტო კერძო ოჯახი, არამედ დიდი საათესაო რასაც ესენი ყველაფერი იშლება. კაპიტალიზმი დაშალა ეს ყველაფერი. კი ბატონო. კი და იმ ინფრასტრუქტურამ რომელიც ჩვენთან შეიქმნა მათ შორის სოციალური მედიის ინფრასტრუქტურა იქნება ეს თუ იდეები რომელიც შემოდიოდა ეს განსაკუთრებით ეს კარდინალური ინდივიდუალიზმი რომ მე ჩემთვის ცხოვრობ და ასე შემდეგ და რაღაცა ამ თემამ ეს გამოიწვია ეს შედეგი დადგა უკვე ესეც საზოგადოებაში ცხოვრობ ეს კი არა ვარაუდობ ნათესავები ერთმანეთზე ზრუნავდნენ 90-იან წლებში როგორც კი გაჩნდა მეტნაკლებად შესაძლებლობა იმისა, რომ ერთი გამდიდდა და მეორე დარჩა თავის მდგომარეობაში, რა მდგომარეობაში იყო. ეგრევე მოხდა წყვეტა, იმიტომ რომ ჯერ ერთი ამან გადაწყვიტა, რომ მე ჩემი, ესე ვთქვათ, წვალებით და შრომით და უბედურებით თუ რაღაცით მოვიპოვე ეს თანხა, ხო? ან ცუდი გზით თუ კარგი გზით არ აქვს მნიშვნელობა, რაღაცა გზებით მოვიპოვე რა და ჩემი საზიდი რატო ახლა ის კაცი? რომელიც იქ დარჩა სადაც არის და ისეთი კიდე რამდენი მყავს გარშემო ხო? არ მაგ ნათესაურმა ელემენტმა არ უზრუნველყო
აი ესეთი სოციალური კიბის არა, არ წაიყოლა. ელემენტი არ წაიყოლა ეს. არის შემთხვევები, როდესაც ნათესავი დაასაქმა თავისთან ეს ხდება სახელმწიფო სტრუქტურებში და არა ბიზნესში. ბიზნესშიც ხდება, არის ბიზნესები, სადაც თქვათ ნათესავი დაასაქმა და მოიყვანა და ასე შემდეგ, მაგრამ საბოლოო ჯამში როგორი რაღაცა არის, იცი რომ აქაც ხო ესე ქონდა ეხა რაღაცა ერთი რაღაცა ვაკანსია, არის თუ ისე მნიშვნელოვანი და ოკეი, გააკეთა ეგეთი რამე რა. მისცა ამ ნათესავს. თუ სხვა ესეთი, რა ქვია მაგას, დანარჩენ შემთხვევაში ეს რა არის, რომ რამდენიმე შეიძლება მართლა ისეთი ვთქვათ, რაღაცა გზა გაიარეს ერთად, რამდენიმე ნათესავმა, ან ძმებმა, ან ბიძაშვილებმა ასე შემდეგ და ერთიანი კომპანია დაასაქმე და აფუძნეს და ერთად მუშაობენ. ეგეთ რამე შეიძლება ხდებოდეს, მაგრამ აი კიდე ვიღაცა ესეთი, რა ქვია მაგას წაქცეული ნათესავი ყავთ და ეხლა რაღაცა დავეხმაროთ, ხო, შეიძლება ერთჯერადი იყოს დახმარება, მაგრამ ეს არ იქნება სოციალური ზრუნვის ნაწილი. ნახე როგორ რაღაცა ისიც ხო ესე უყურებს ამ ლოგიკაში უყურებს, რომ ხა ამას მოვიყვან, ვერაფერს ვერ გააკეთებს, საქმეს გამიფუჭებს, ჩამიგდებს, მირჩევნია 1-2 ჯერ რაღაცა დავეხმარო და მოვიშორო თავიდან ეს პასუხისგებლობა. ანუ შესაბამისად აი ეს ჯიგრულ ქართული, რასაც იწოდებენ, ელემენტი არ არის გამოსავალი სოციალური არ შეიძლება მაგას დაფუძნება გესმის საზოგადოების. არ შეიძლება, ჩვენ თუ საზოგადოება ვართ, ჩვენ თუ ვთვლით რომ უნდა ვიყოთ საზოგადოება. გესმის, არა ინდივიდების ნაკრები, არამედ საზოგადოება უნდა ვიყოთ და ეს საზოგადოება გულისხმობს იმას, რომ ერთმანეთზე ზრუნვის ელემენტები უნდა გავაჩინოთ, ხო? აი, არ შეიძლება ეს ყველაფერი შემთხვევითობას და კეთილნებას მივანდოთ. გახსოვს წინა ხელისუფლების დროს იყო ესეთი რაღაცა, რა იმის რა ქვია მაგას. სადგომზე სტაიანშიკებს რო ეძახით რა, იმ ადამიანებს როცა შემოიღეს ეს რა ქვია მაგას. სადგომები რო გააჩინეს, ხო? ეს ადამიანები დარჩნენ უმუშევრები ეს ხალხი და რაღაცა დაიწყო მაგაზე ლაპარაკი რომ რა ვქნათ და როგორ გავაკეთოთ და მერიამ მაშინ უგულავა იყო მერი, ესეთი რამე თქვა რომ იცი რა არის, ჩვენო ეს გავაკეთეთო. ამ ხალხსო კაიო არ გავყრითო აი მეებიდან, სადგომებიდან და თქვენს კეთილნებაზე იყოს მაგას ფულს მიცემ თუ არა. რეალურად მათხოვრებად აქციეს ეს ადამიანები, ესე რომ ვთქვათ, დამამცირებლად კი არა, მათხოვრების მიმართ, მაგრამ რეალურად ადამიანები, რომლებიც ვითომ რაღაცა საქმე ქონდათ, ესე ვთქვათ, იმიტომ რომ ხა ღირებული საქმე არ არის ეგ, შევთანხმდეთ, დაბალკვალიფიციური შრომა, რომელიც გამოსავალი იყო ძალიან ბევრი ადამიანისთვის იმ მძიმე მდგომარეობაში, ხო? მძიმე სოციალურ მდგომარეობაში იყო გამოსავალი, ხო? პროდუქცია გარქმნიდა, არაფერი, მაგრამ სხვა გზა არ ქონდა და იმიტომ დაიწყეს იქ კარგი ცხოვრებისგან არ გაუკეთებიათ, ხო ასეა. შესაბამისად, ჩვენ ეს ადამიანები რომ რაღაცა ფუნქცია რო ქონდათ სოციუმში, ამ ფუნქციიდან ამოვიღეთ და ვთქვით, რომ ამის შემდეგ შენ ხარ აი ამ რაღაცა ჟილეტიანი, ხელში ჯოხიანი პაპრაშაიკა ესე ვთქვათ რა, ვისაც მოუნდება მოგცემს, ვისაც არ მოუნდება არ მოგცემს. და ადამიანების კეთილნებაზეა ახლა შენი ცხოვრება დაფუძნებული, გესმის და ესე არ შენდება საზოგადოება. საზოგადოების აი კონცეფციური ხედვა რა. ისი რა არის ის საზოგადოება, რომელიც აი გამძაფრებულ კონკურენციაში ცხოვრობს. ამერიკულ საზოგადოებაა ვთქვით, ხო? რატომ არა კეთილდღეობის საზოგადოება? არ საშინელებაა რა, მუდმივი სტრესი. ყველაზე ფსიქოლოგიური პრობლემების მქონე საზოგადოება ამერიკული საზოგადოება არის. ეს თვითონ ამერიკელებები აჩვენებს, რომ თინეიჯერს ყოველ მესამე ამერიკას თინეიჯერს, აღარ ვამბობ უფროს აქვს ღრმა დეპრესია, ფსიქოტროპულ წამლებს სვავს ყოველი მეორე ადამიანი, ვინც მეგაპოლისში ცხოვრობს, ამერიკულ მეგაპოლისში ცხოვრობს და ამის არსებობს სხვა ტიპის საზოგადოებები, ხა იგივე ევროპაშიც რო ავიღოთ. რა ვიცი, არსებობს დანიური საზოგადოება, რომელიც სხვა პრინციპებით არის აგებული. ეხლა თუ ჩვენ ვადარებთ როგორი საზოგადოება გვინდა, ხო? ჯობია დანიური საზოგადოება იყო, ვიდრე ამერიკული საზოგადოება იყო, იმიტომ რომ ბედნიერების ინდექსით დემოკრატიის სრულ დემოკრატია ხო იცი არ არის შეერთებული შტატებით, თვითონ დემოკრატიის ინდექსით. რა თქმა უნდა, ვერ იქნება. თავისივე კვლევით არ არის სრულ დემოკრატია. სრულ დემოკრატია არის აი სკანდინავიური ქვეყნები, გერმანია და ევროპის მთელი რიგის სახელმწიფო, მაგრამ ამერიკა არ არის. დემოკრატია გვინდა, ესეთი უნდა იყოს და რას თავარი ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა ჩდება აქ რა, ანუ მომავლის ხედვაზე.
პრაქტიკულად ინსტიტუციის დონეზე აი ამ ახალ ხედვებს ახალი ტიპის საზოგადოების შექმნაზე. ეხლა რაზეც ჩვენ საუბრობთ, ახალი ტიპის საზოგადოების შექმნა. ის რაც პრინციპში ადრე ჰქონდა საბჭოთა პერიოდში, მთელი რიგი ხარვეზებით, რა თქმა უნდა, მაგრამ მე აბსოლუტურად დაიშალა ის რაღაც. და ეხლა მივიღეთ ესეთი მდგომარეობა. რატომ არის ეს ერთ-ერთი არგუმენტი ჩვენთვის არის ის რომ კონსერვატორებო ღელავთ მიგრაციაზე, ის რომ რა ვიცი ნაციონალისტებო ღელავთ იმაზე რომ ჩვენ ირგვლივ სხვა საზოგადოებები ესე ძლიერდება, აი თურქეთს რო შეადარო, ხო? იმ თურქეთს ინდუსტრია აქვს, იმ თურქეთის სოციალური ცხოვრება გაცილებით მარცხნივაა ვიდრე ჩვენი, გაცილებით. და რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე ეგ ბოლო კვლევა არის, ყველაზე უთანასწორო საზოგადოება ჩვენა ვართ. არც სომხეთზე უთანასწორო საზოგადოება ვართ, წარმოიდგინე. შესაბამისად ის ყველა პრობლემა, რაზეც ჩვენ ესე იგი რასაც ჩვენ განვიცდით, სხვა იდეოლოგიური პარადიგმიდან. მოდის ერთი სათავიდან. და ამიტომ არის რომ სინამდვილეში ანუ მემარცხენეს პოზიცია, აი რატო ვაკრიტიკებ ამდენი ხანი სხვა მემარცხენეებს რა. მემარცხენეს პოზიცია უნდა იყოს ის რომ აი სხვა იდეოლოგიურ ან კონსერვატისტთან ან რა ვიცი ქართულ ნაციონალისტ კი არ უნდა შევიდეთ ისეთ ომში და ლიბერალიზმის ხარე კი არ უნდა დაიკავოს ლიბერალურ კულტურული ელიტების ხარე. არამედ უნდა უთხრას რომ კაცო ის რაც თქვენ გაწუხებს მეც მაწუხებთ. მაგრამ მე გამოსავალ თქვენგან განსხვავებით. იცი რა ეს მომენტი არა. მე მგონია რომ ერთი რამე არის რა, აი ზუსტად ამ ნაწილში ჩვენ მართლა აი ეს რა ქვია მაგას თანაცხოვრების ელემენტი, ხო? რომელსაც საუბრობთ, ანუ კიდევ ერთხელ ვამბობ, მე არ ვრიყავ იმ ადამიანებს, უბრალოდ ამ ეტაპზე მგონია რომ მათთან საუბარი უაზრო არის რა, ანუ დროის კარგვა არის. ეს წარმოდიდგენ ეს რო აქციოს საჯარო დისკურსად. ისინი არ შემოვლენ როგორც ხო, არა, პოზიტიური ნაწილი. მაგრამ აქეთ მხარეს ჩვენ გვჭირდება ამაზე საუბარი. ანუ აქეთ მხარეს ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება იმისა, რომ ვთქვათ, რომ აი ხა მე პირობითად მემარცხენე ვარ თუ ან კონსერვატორი ვარ ან რაღაცა კიდე ასეთი ნაციონალისტი ვარ თუ რაღაც არ ვიცი, ეს ნაციონალიზმი კიდე ისეთი თემაა, რომელიც საჭიროებს კარგად გააზრებას, რას გულისხმობ ნაციონალიზმში და ასე შემდეგ, ხო? და მეორე მხარეს რაღაცა ხარ და აი ჩვენ ისე იმდენად კარდინალურად განსხვავდებით ახლა ჩვენ მოცემულობიდან რომ აი ვერ მომნახეთ საერთო ენა ხო ვერ გამოვნახეთ რაღაცები იმიტომ რომ არ გვაქვს ჩვენ ჩემი აზრით ეგ ფუფუნება რომ ასე ვთქვათ პოლიუსებად დავიყოთ ის ადამიანები რომლებსაც რაღაცეები წარმოგდგენები გვაქვს გვესმის რაში გვჭირდება მაგალითად სუვერენული გადაწყვეტილებები და ასე შემდეგ და რაში გვჭირდება მაგალითად აი ამ გლობალური დიქტატისგან განთავისუფლება და ასე შემდეგ რომ აი ხავდგეთ და ერთმანეთს დაუცხოთ იმაზე ის რა ქვია გადასახადი 5%-ით უნდა გაიზარდოს თუ არ უნდა გაიზარდოს და იქიდან ის შემოვიდეს თუ არ შემოუშვათ ვიღაც მიგრანტი თუ ასე შემდეგ ამაზე რომ ერთმანეთთან ვერ გამოვნახოთ საერთო ენა ამის ფუფუნება ჩვენ არ გვაქვს მე მგონია რომ ჩვენ ზუსტადაც რომ აი ამ ესე ვთქვათ ანუ მე რას გულისხმობ ჩვენს პოლიუსებში ჩაკეტვის უფლების ფუფუნება არ გვაქვს რა შესაბამისად ჩვენ უნდა ვეძებოთ აი ამ ხედვებიდან რა შეიძლება ჩვენთვის იყოს ამ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში ყველაზე სასარგებლო და ყველაზე შესაძლებელი, ხო? აი მაგალითს ავიღებ. ერთი ხო თქვი წერან პროგრესულ გადასახადთან დაკავშირებით, რომ ჩემი აზრით ეხლა თუ ამას გავაკეთებთ, ეს გამოიწვევს მეზობელ ქვეყნებში ჩვენი კაპიტალის გადინებას. მეორე ნაწილი იყო თუ გახსოვთ წინა პრემიერ-მინისტრმა ახსენა ერთხელ რომ აი აფხაზეთს თუ დავიბრუნებთ ანგარიშის დროს. როცა დავიბრუნებთ უпростоრეთ. იქო გავაკეთებთ რაღაცა თუ არ მეშლება მონტე-კარლოს მსგავს სივრცეს რა ეს მონტე-კარლოს მსგავსი სივრცე თუ არ მე მგონი მონტე-კარლო თუ ან მონაკო რომელიღაცა იყო აღარ მახსოვს რომ გადასახადებისგან თავისუფალი სათამაშო ბიზნესებით და ტურიზმით დატვირთული სივრცე ეხლა რას ნიშნავს ეს რა ქალაქში შეიძლება ეგეთი არა მე უფრო გადასახადებისგან თავისუფალ ნაწილზე მინდა გავაკეთო აქცენტი ისმის რომ შენ თუ შენს ქვეყანაში ამ რეგიონში შექმნი გადასახადებისგან თავისუფალ სივრცეს რაღაცას ეს გამოიწვევს შენი მეზობელი ქვეყნებიდან კაპიტალის შენთან გადმოდინებას ესმის ანუ ადამიანები რომელსაც იქ აქვთ რაღაცა ფული გვერდზე მეზობლებთან აქვთ რაღაცა ფული შენახული
ზოგს სწორი ფული აქვს, ზოგს არასწორი ფული აქვს, ზოგი იპარავს ათეთრებს იმაშვებას. შემდეგ შენთან გადმოტანის სურვილს გააჩენს ეგრევე. ერთ თითქოს კარგია, მაგრამ ეგრევე შენზე გაიზრდება შენი მეზობლების წნეხი. როგორც კი ისინი შეამჩნევენ, რომ კაპიტალი მათგან შენსკენ მოდის, ეს მხოლოდ და მხოლოდ სერიოზულ წნეხს გაზრდის შენზე. შენ ამ ფულით სარგებელს ვეღარ ნახავ. მაშინ თავდაცვით საშუალებები უნდა ძლიერი ქონდეს. ეხლა მოდი იმ რეგიონში რომელშიც ჩვენ ცხოვრობთ, რა უნდა გავაკეთოთ ახლა ჩვენ, რომ ჩვენი თავდაცვითი სისტემები გაუტოლდეს ჩვენი მეზობლებისას, რომელიც წეღანახსენი მაგალითად თურქეთი, იქით რუსეთი, იქით ირანი, და არ ვიცი კიდე ასე ეგ მაგის გეოპოლიტიკური მოგვარება კიდე შეიძლება თუ კი რუსული კაპიტალი წამოვიდა რუსული ბურჟუაზია იქნება დაინტერესებული ამით თუ კი ის იქნება ხო მაგრამ რამდენად იქნება რუსული სახელმწიფო დაინტერესებული იმით რომ იმის კაპიტალი გავიდეს ქვეყნიდან და შენთან ჩამოვიდეს მე ამაში არ ვარ დარწმუნებული ესმის ანუ ფულის მასა ნებისმიერი ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი როგორც არ უნდა უყურებდეს ის ამის რა ქვია მაგას კაპიტალის მოძრაობის საკითხს ფულის მასა მასთან რომ უფრო მეტი უნდა იყოს ვიდრე სხვაგან ამით ის დაინტერესებულია ხო ეგ ანუ მე მას ვამბობ რომ ესეთი გადაწყვეტები აი რაღაც მოდელური გადაწყვეტები შენ იმას ვამბობ რომ ეგეთი რაღაც იდეალური სურათები ხო ჩვენ წარმოდგენაში უნდა დაიმსხვროს რაღაცნაირად და ჩვენ უნდა ვეძებოთ რომ აი ამ იდეები განხორციელებული იდეებიდან ან თეორიებიდან ან ასე შემდეგ რისი გამოყენება შეიძლება ჩვენთან ანუ რა კომბინაციების გამოყენება შეიძლება ჩვენთან ხო ან იმიტომ რომ პირობითად ავიღოთ მიგრანტები კი ჩვენთვის პრობლემა იქნება მიგრანტები ნამდვილად პრობლემა იქნება მიგრანტები დიდი რაოდენობით პატარა ერი ვართ და განსაკუთრებით მაგიტო იქნება ჩვენთვის სერიოზული პრობლემა 12000-მდე გაიზარდა ეგ პაკისტანის რაოდენობა და ამან გამოიწვია ამხელა ისე აჟიოტაჟი საზოგადოებაში ხო რა თქმა უნდა და ერთი რომ აი ხლა რაოდენობა რითიც გაიზარდა ვთქვათ მიგრანტების რაოდენობა ჩვენთან ხო ანუ მაგალითად საქართველოში 2014 წლიდან ვიდრე დღემდე ნუ სადღაც 150000-ით არის გაზრდილი პირობითად ხო უცხო ქვეყნის მოქალაქეები რომლებიც ხანგრძლივად იმყოფებიან ქვეყანაში მათი რაოდენობა აი ეს არის რა 50000-დან სადღაც 150000-მდე გაიზარდა და ეს ძირითადად მაინც იწვევს ასე ვთქვათ აი ამ როგორ ვთქვათ ემოციურ განწყობებს ისმის ემოციურ ფონს ცვლის. ეხლა შენ წარმოიდგინე ეს რო უფრო მნიშვნელოვნად შეიცვალოს, ეს არა მხოლოდ ემოციურ ფონს შეცვლის, არამედ რეალურად ეკონომიკურ და დემოგრაფიულ ფონსაც შეცვლის, ხო? და ქუჩის არქიტექტურასაც შეცვლის. ქუჩის არქიტექტურას განცდებს ქუჩაში, აი ისევ ემოციებთან მივედი მართალია, მაგრამ მაინც საბოლოო ჯამში შეიძლება გააჩინოს კიდეც უბნები, როგორც ეს ევროპულ ქვეყნებშია, ხო, სადაც რაღაც გარკვეული ეთნიკური ჯგუფები ცხოვრობენ ან მიგრანტები ცხოვრობენ. საბოლოო ჯამში მოდელმა რომ რაც კარგია მოტოროჯენერისთვის შეერთებულ შტატებისთვის კარგია ხო არ აღმოჩნდა ეგ სწორი არ აღმოჩნდა ეგ სწორი და ევროპაშიც არ აღმოჩნდა იმიტომ რომ ამხელა მიგრაცია სწორედ ამ იაფ როგორც იაფი მუშახელი შემოვიდა და საბოლოო ჯამში ამან რა მიცა მაგ საზოგადოებას მიცა უფრო მეტი სოციალური და ყოფილი პრობლემა მიცა კი უამრავი პრობლემა მისცა რა თქმა უნდა შესაბამისად ანუ ჩვენ ამაზეც საზრუნავი გვაქვს რომ ერთი როგორ შევინარჩუნოთ აი ესეთი სწორი ბალანსი ეგრეთ წოდებულ ვიზიტორებს თუნდაც რაღაცა დროით აქ ჩამოსულებმა სასწავლებლად ჩამოსულ ხალხსა და ჩვენს დემოგრაფიას შორის მაგის მინდობა ქართულ საფინანსო სისტემისთვის პრინციპულად შეიძლება არ შეიძლება ანუ ფინანსის ინტერესი არის ფინანსები ანუ კაპიტალის ინტერესი არის მოგების ნახვა და საერთოდ არ აქვს არანაირი მნიშვნელობა ვისგან მიიღებს ამ მოგებას ხო მაგრამ მე ის უნდა იყოს რა გარკვეული ბალანსი აი ხა მე რატომ საუბრობ აი ხა იყო ხო ეგ არაბულ ერთუდებულ ქალაქებს რომელსაც განხორციელდება არ განხორციელდება კაციშვილმა არის ან რაღაც რაციონალიზმში უნდა იყოს ეს რა რომ არც ძალიან შეშით არ უყუროთ ყველანაირს როგორც აფხაზები უყურებენ ხო აფხაზების იმიტომ არის ნუ ისინი კიდე უფრო პატარა ერია და იმიტომ პერსპექტივა იმიტომ არის რომ აი ყველაფერს შეშის პრიზმიდან უყურებ ყველაფერს არ შეიძლება ეს ვერ გადადის მოდი ისე ვთქვათ რა მათ ამის მიზეზი აქვს იმიტომ რომ მართლა ძალიან პატარა ერია მართლა რთულია ესე ვთქვათ იმ ნარატივებისგან თავის დაღწევა პატარა ერებისთვის ან ჩვენ რამდენ რამეს ვერ ვახერხებთ რამდენი ნარატივისგან გათავისუფლებას რამდენი იდეალისგან გათავისუფლებას ვერ ვახერხებთ ჩვენ
3,900,000 ვართ ახლა 3,700,000 საქართველოს მოქალაქე აქედან ხო და შენ წარმოვიდგინე როდესაც სადღაც 70-80,000 ხარ ხო ხო მაგრამ ეს შიშები სწორედ ეს შიშები ის წყარო რატომაც ესენი რეალურ სახელმწიფოს ვერ შექმნიან ვერასდროს ნუ ეხა იცი როგორია რეალური სახელმწიფო შექმნა 40 მილიონი ქურთებმა ვერ შეძლეს ხო ეგ ხო არა იქ გეოპოლიტიკური მომენტია ესეც არის აქაც ხო ეგეთი ისიც გამიდა აი შეჯამების მხრივ რომ რაღაცა ინვესტიციები ანუ ეს ჩვენ მოგწონს თუ არ მოგწონს მაინც შემოვა ქვეყანაში და პოლიტიკური ელიტა ამაზე უარს ვერ იტყვის არა ნახე არც უნდა თქვას მაგრამ მაგასთან ერთად აი თავარი საკითხი არის რომ მაგასთან ერთად უნდა არსებობდეს მთელი რიგი პოლიტიკები მაგაშია საქმე რომელიც ამ ყველაფერს დააბალანსებს ანუ ახლა როგორი პოლიტიკა გვაქვს იცი და ინერციით ძალიან დიდი ხანია ეგეთი პოლიტიკა გვაქვს რა რომ თავარია რომ უცხოური ინვესტიცია შემოვიდეს და არ აქვს მნიშვნელობა რაში შემოდის როგორ შემოდის და ასე შემდეგ რა არ ვაქცევთ ამას ყურადღებას რეალურად აი მოდელი სახელმწიფოები რომლებიც განვითარდნენ ცივი ომის პერიოდში მათი მოდელები იყო ასეთი რომ ისინი განსაზღვრავდნენ რაში სჭირდებოდათ უცხოური ინვესტიციები რა სფეროში უშვებდნენ უცხოურ ინვესტიციას და რა სფეროში არ უშვებდნენ უცხოურ ინვესტიციას რაში აკეთებდნენ ასე ვთქვათ პროტექციონიზმს საკუთარ წარმოებაში და რაზე აკეთებდნენ აქცენტებს რომ რა უნდა გაეტანათ გარეთ და ასე შემდეგ ანუ ამ პოლიტიკის გარეშე აი ესეთი მიდგომების გარეშე რომ სად უშვებ და სად არ უშვებ არ შეუძლებელია განვითარება შეუძლებელია შენ შექმნა ის მყარი სისტემა რომელიც იქნება ორიენტირებული განვითარებაზე და ეს არ იქნება უბრალოდ ესე ვთქვათ რიცხვები რომელიც ვთქვათ იმაშება რა ქვია მაგას განვითარებას ასახავს არამედ იქნება რეალური ხელშესახები განვითარება და ამას სჭირდება სხვანაირი სახელმწიფო ინსტიტუტებიც ამას სჭირდება პირველ რიგში რაც ვთქვი რომ იმიტომ რომ შენ სახელმწიფო ინსტიტუტები ადამიანებისგან უნდა გააკეთო ხო იმ ადამიანებისგან რომლებმაც რაღაცეები იციან და გამოიწვრნენ და ასე შემდეგ ამას პირველ რიგში სჭირდება იმის წახალისება რომ ჩვენთან აი ფიქრი იყოს ინსტიტუციონალიზირებული ესე ინდივიდუალურად ვიღაცა მე ცალკე ვფიქრობ შენ ცალკე ფიქრობ და რაღაცა და ჩვენ ხანდახან შევიყრებით და აგერ ან პოდკასტში ვილაპარაკებთ ან ჭიქალუთთან ერთად ვილაპარაკებთ ეგრე არა ანუ რაღაცა კონკრეტული ინსტიტუციური ფიქრის სივრცეების გაჩენა სჭირდება წერა სჭირდება უნდა დაიწეროს ეს ყველაფერი და დოკუმენტირება უნდა მოხდეს ამისი რომ მე რას ვფიქრობ შენ რას ვფიქრობ შევაჯეროთ ეს ყველაფერი შევაჯამოთ ნაბიჯები გადავდგათ შემდეგ ამ ნაწერიდან გამომდინარე და ასე შემდეგ და ლოზონგებს გავცდეთ ხო და აი ეს რო გაკეთდება ანუ ეს ამას რომ მოუყრით თავს აი ამ ფიქრის ინსტიტუციონალიზმს ეს შემდეგ გადაედინება იმ სახელმწიფო ინსტიტუტებში რომლებმაც აი აქ ნაფიქრი უნდა გამოიყენონ ისმის ისინი იქ ხო თავისი აქვთ რაღაცეები ანუ სახელმწიფო ინსტიტუტებს ყველას თავისი სივრცე უნდა ქონდეს სადაც ეს ანალიტიკა ხდება ხო ანალიზი ხდება პროცესის და ასე შემდეგ მაგრამ ამასთან ერთად სახელმწიფო ინსტიტუტების გარეთ არიან ადამიანები რომელთა დაკარგვის უფლება სახელმწიფოს არ აქვს და უნდა აგენერიროს მათი აი სწორედ აი ამ ტიპის არა ორგანიზაცია იურიდიული პირი და რაღაც ასე შემდეგ არამედ სისტემატიზაცია აი ამ ფიქრის და კვლევის და დამუშავების და გარდაქმნის ამისი ეგრეთ წოდებულ პოლისებად. აბსოლუტურად გეთახმები. სამწუხაროდ დრო ძალიან სწრაფად გავიდა და თან გადავაცილეთ მე მგონი სადაც დიდი ხანია გადავაცილეთ. მადლობა გიორგი. მადლობა ნუკრი მოწვევისთვის ხა. ჩემი აზრით ძალიან საჭირო ლაპარაკი იყო, საჭირო არა მარტო რაღაც ჩვენთვის, ჩვენ ორისთვის, არამედ საზოგადოებისთვის, იმიტომ რომ მოხდეს გარკვეულწილად დაფიქსირება, რომ არსებობს განსხვავებული ხედვები და შეიძლება ამ ქვეყნისგან უკეთესის გამოსვლა, ვიდრე ის ეხლა არის. და ამაში თვითონ მოქალაქეს შეუძლია წვლილი შეტანა. ეს განცდა ქმნის მომავლის იმედს, ჩემი აზრით. ამაში ყველანი ჩართულები უნდა ვიყოთ. მადლობა პირველ რიგში რომ გვისმენდით, დაწერეთ კომენტარები, დაწერეთ თქვენი მოსაზრებები, რაში გვეთანხმებით, რაში არ გვეთანხმებით, აუცილებლად გაგცემთ პასუხს. გააზიარეთ ვიდეო, დაალაიქეთ და გამოიწერეთ არხი. მადლობა, მოგესალმებით.